მოგესალმებით, მწარე პოდკასტი. კლავინდებურად ისტორიული ეპიზოდით გიბრუნდებით, რომელიც ამჯერად შეეხება 1920 წელს პოლონეთის ტერიტორიაზე ვარშავას მახლობლად მომხდარი ბრძოლა, რომელმაც ძალიან ბევრი რამ გადაწყვიტა იმ პერიოდის ევროპის ისტორიაში. ეს არის ბრძოლა პოლონეთსა და ამ შემთხვევაში საბჭოთა რუსეთის ძალებს შორის და პრინციპში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე მასშტაბური პირველი მსოფლიოს და მეორე მსოფლიო ომებს შორის, რომელიც ევროპის თეატრზე გამართულა. შეგახსენებთ, რომ მწარე პოდკასტის მთავარი პარტნიორი არის TBC და დღეს ჩვენი სტუმრები იქნებიან დიმიტრი სილაქაძე, ისტორიკოსი, რომელიც ჩვენთან არაერთგზის ყოფილა სტუმრად და არის ისტორიკოსი, რომელიც იკვლევს ახალ და უახლეს ისტორიას, განსაკუთრებით კი მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის სამხედრო საქმეს და ასევე ჩვენი სტუმარი არის გამომცემლობა ზიარის წარმომადგენელი ქალბატონი ნატო ალხაზიშვილი, რომელიც ძალიან უწყობს ხოლმე საქართველოში ხელს ასეთი სამეცნიერო ლიტერატურის გამოცემას და ვინაიდან ეს თემა, რაზეც ჩვენ დავისაუბროთ დღეს, ანუ ვარშავის ბრძოლა 1920 წლის ეგრეთ წოდებული ვისლას სასწაული, ამის შესახებ მისმა გამომცემლობამ გამოსცა შესანიშნავი წიგნი, ადამ ზამოისკის წიგნი ვარშავა 1920, რუსეთის მარცხი ევროპაში. შესაბამისად, ვიფიქრეთ, რომ თან ამ წიგნის ფონზე გვესაუბრა, იმიტომ რომ ქართულ ენაზე ძალიან იშვიათად გვაქვს ფუფუნება, რომ სამეცნიერო ლიტერატურას გავეცნოთ ხოლმე, მით უმეტეს თანამედროვეს და კარგია და ძალიან მოხარული ვარ მეც ასეთი წიგნების გამოცემით. შესაბამისად, ვარემ ვახსენოთ ეს ავტორი და ეს წიგნი. მოგესალმებით, მიხარია ორივეს ერთად სტუმრობა, რა თქმა უნდა, პოდკასტში. მოდი ქალბატონი ნატოთი დავიწყებ. რას გვეტყვით აი ამ წიგნის გამოცემასთან დაკავშირებით და ამ წიგნის ავტორზე ადამ ზამოისკიზე. დიდი მადლობა ნიკა, მადლობა მოწვევისთვის და მადლობა დაინტერესებისთვის ამ წიგნით. ადამ ზამოისკი არის ინგლისელი, პოლონური წარმოშობის ინგლისელი ავტორია, ინგლისურად წერს ძირითადად. მისი ოჯახი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წავიდა ინგლისში და ისი გაიზარდა, მაგრამ წერს ძალიან ბევრს პოლონეთის ისტორიაზე. აქვს შესანიშნავი პოპულარული ენით დაწერილი წიგნები პოლონეთის ისტორიაზე. და ეს წიგნიც ვარშავა 1920, რომელიც პრინციპში აი ესე ძალიან ვიწროდ ეძღვნება აი ამ ბრძოლას. თვითონ ადამ ზამოისკი საინტერესო არის იმითი, რომ მამამისი იყო ამ ბრძოლის მონაწილე და წერს კიდევაც წიგნში, რომ ბევრ მონაწილეს, რომელიც შემდეგ ინგლისში ცხოვრობდა, პირადადაც ესაუბრა, როგორც აი ახალგაზრდა კაცი როცა იყო, ანუ ბევრს პირადად იცნობდა და მათი რაღაცა ისტორიებითაც არის გაჯერებული ეს წიგნი. ჩვენ ეს წიგნი ამ წიგნით დავინტერესდით პრინციპში, როდესაც უკრაინის ომი დაიწყო, რუსეთი როცა შეიჭრა უკრაინაში და დავინტერესდით იმიტომ, რომ გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ რუსეთი არ არის დაუმარცხებელი და რომ ის დამარცხდა 1920 წელს პოლონეთში და რაღაცნაირად იმედი გვაქვს, რომ კვლავ დამარცხდება. და ასე ვთქვათ, ამ შთაგონებით გადავწყვიტეთ ამ წიგნის გამოცემა. ამაში დაგვეხმარა ჩვენ პოლონური ინსტიტუტი საქართველოში, ესეც უნდა ვახსენო აუცილებლად, რომელიც ასევე არის საქართველოს წიგნის ასოციაციის პარტნიორი წიგნის ბაზრობაზე, რომელიც გაიმართება 10-13 აპრილს. შეიძლება იცით, რომ ჩვენ ძირითადად ვუშვებთ დოკუმენტურ პროზას და აკადემიურ ისტორიულ პროზას. გვაინტერესებს განსაკუთრებით მე-19 და მე-20 საუკუნე. იმიტომ რომ გონია, რომ ეს საუკუნეები და ის მოვლენები, რაც მოხდა ამ მე-19 და მე-20 საუკუნეში, დიდად განსაზღვრავს საქართველოს დღეს. და გვინდა, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა უფრო კარგად იცოდეს ისტორია. ჩვენ ვცდილობთ, რომ ვიპოვოთ თანამედროვე ავტორები, განსაკუთრებით ინგლისურენოვანი და ვთარგმნოთ მათი წიგნები, იმისათვის, რომ რაღაცა ისტორიოგრაფიას შევმატოთ ახალი ცოდნა.
ამიტომ რომ რასაკვირველია ინგლისური ბევრმა იცის, მაგრამ მგონია რომ მნიშვნელოვანია რომ მშობლიურ ენაზე შეძლოს ადამიანმა წაკითხვა. მე მგონი ან გავჩერდები და კი ბატონო, გეთანხმებით მაგაში საერთოდ იმიტომ აღნიშნე რომ ჩვენ სამეცნიერო ლიტერატურა გვიჭირს მეთქი, ანუ ყველაფერი ეს ინგლისურ ენაზე, რუსულ ენაზე შეიძლება წაიკითხო კიდეც, მაგრამ საქმე იმაშია რომ ქართულ ენაზე როცა არ არსებობს მე ეს ძალიან ბევრ პრობლემას აჩენს, თუნდაც იმათთვის რომ აი დამწყები ვისაც უნდა თქვა ისტორიკოსობა, ჩემ მაგალითზე ყოველთვის აღნიშნავ ხოლმე რომ ბავშვობაში რომ მე არ წამეკითხა ამდენი ისტორიული წიგნი, შემდგომში შეიძლება არ ყოფილიყავი ისტორიკოსი საერთოდ, ან ამ შემთხვევაში არც ესეთი ინტერესი მქონოდა, არც ამხელა ბაგაჟი მქონოდა ეგრეთ წოდებული, როცა უკვე ამ პროფესიამდე მოვიდოდი და შესაბამისად ახლა სულ მცირე ამისთვის მაინც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აი ახალგაზრდობიდანვე, ან ბავშვობიდანვე დავიწყოთ ესეთ საკითხებზე ზრუნვა, ხო, ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ქართულ ენაზე უნდა არსებობდეს რა, მსგავსი ლიტერატურა, აი თუნდაც საბჭოთა პერიოდში გამოცემული ისტორიული წიგნებიც კი ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხით, რომ შესაძლებლობა გაქვს ქართულ ენაზე წაიკითხო რაღაც ამა თუ იმ შენთვის საინტერესო საკითხზე და მოიძიო და ამ შემთხვევაში თავიდანვე არ გიწევდეს უცხო ენის სწავლა იმისთვის, რომ ეს სიამოვნება მიიღო. თუმცა მე მინდა დავამატო თუ შეიძლება რომ რასაკვირველია წასაკითხათ ასე ვთქვათ იმ ადამიანისთვის ვისაც უბრალოდ ინტერესი აქვს ისტორიის წასაკითხათ ქართულად ჯობია რასაკვირველია თუმცა საკვლევად იმისათვის რომ ვიკლიოთ მე-19 და მე-20 საუკუნე აუცილებლად არის ჩემი აზრით მინიმუმ რუსულის ცოდნა საჭირო რაც არ გვინდოდეს და არ მოგწონდეს უბრალოდ ბევრი დოკუმენტი არის რუსულად დაწერილი და ამის გაგება მინიმუმ უნდა შეძლოს მკვლევარმა ეს მე მგონი სრულიად აუცილებელია. ეგ თავისთავად უბრალოდ ჩვენთვის ამ შემთხვევაში როგორც წარე პოდკასტის თავარი ამოცანა მაინც არის რომ ფართო მასებამდე მსმენელამდე მიიტანოს რა ასე თუ ისე ეს აკადემიური ინფორმაცია და აი ქართული გამოცემები ასეთი სამეცნიერო გამოცემები ამ ხრივ ნამდვილად გვეხმარება ჩვენს და ჩვენ მსმენელსაც ვისაც ვრჩევთ ხოლმე მე რომ მოდი აი ეს წაიკითხეთ აი ამ თემაზე რომელზეც ახლა ვსაუბრობთ შესაბამისად ძალიან კარგია ამის გაკეთება ზამოისკის რაც შეეხება მე ვიტყვი ერთი-ორი სიტყვით მას, იმიტომ რომ მე ზამოისკი ამ წიგნის გამოცემამდე ვიცოდი, როგორც ნაპოლეონის თემაზე გამოცემული წიგნების ავტორი. მას აქვს გამოცემული ნაპოლეონის როგორც ბიოგრაფიული პატარა წიგნი, ნაპოლეონი ადამიანი ლეგენდის მიღმა, ესე ქვია 2018 წელს გამოცემული წიგნია, ასევე აქვს შესაძლოა მოსკოვი 1812 რომელზეც შეეხება ნაპოლეონის რუსულ კამპანიას და ასევე აქვს შესაძლოა ვენის კონგრესზე გამოცემული ძალიან საინტერესო წიგნი. საერთოდ უნდა ვთქვათ, რომ მადამ ზამოისკი არ არის მეცნიერი ამ სიტყვის პირდაპირ გაგებით, ანუ ის ძირითადად მაინც კომპილაციას ქმნის, რომელშიც ძალიან საინტერესო ინტერპრეტაციით გადმოსცემს უკვე არსებულ ასე თუ ისე სხვადასხვა ამბავს. მაგრამ ამ ხრივ ნამდვილად გამოირჩევა, იმიტომ რომ ასეთი ავტორები უფრო მეტ მკითხველამდე მიაქვთ ასეთ ავტორებს, უფრო სწორად თავიანთი ეს ცოდნა ინფორმაცია, რომელიც შეიძლება თქვა მეცნიერმა დაწეროს და აკადემიურ სფეროს წარმომადგენლამდე მივიდეს სულ, მაგრამ აი ზამოისკის მსგავსი ავტორები ასეთ ინფორმაცია მათ მიაქვთ მილიონობით ადამიანამდე, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია მათ ეს ხარისხიანი ლიტერატურა შექმნან. მოდი ახლა გადავალ მე დიტოსთან, რომელიც არის ამ წიგნის რედაქტორი, შესაბამისად ძალიან კარგად იცის ზამოისკის ავანჩავანი და ზოგადად აი 1920 წლის შესახებ არსებული ამ წიგნის შესახებ. თუ რას წარმოადგენს ეს წიგნი, როგორ შეფასებას გაუკეთებდი პირველ რიგში ამ წიგნს, რითია გამორჩეული ეს წიგნი და მე უშუალოდ თვითონ ამბავზეც რომ გადავიდეთ თუ რას აღწერს ზამოისკი ამ წიგნში. გამარჯობა ნიკა, მივესალმები მსმენელს. ზამოისკიზე თქვენ ისაუბრეთ, რომ ის პრინციპში ისტორიკოსი არის თავის პროფესიით, კინგს კოლეჯი აქვს დამთავრებული როგორც მახსოვს. და საკმაოდ ეს ვთქვათ ფართო დიაპაზონი აქვს, არის მისი ნაშრომების ხო ნაპოლეონზეც აქვს რამდენიმე წიგნი, პლონეთის ისტორიიდან კონკრეტული ბიოგრაფიები, მაგალითად პადერევსკი ცნობილი პიანისტი, შოპენი და ძალიან საინტერესო ავტორი არის. რაც შეეხება უშუალოდ აი ამ წიგნს, ესე იგი ვარშავის 1920 წლის ვისლის სასწაულს, შეგვიძლია ვთქვა, რომ პირველ რიგში საკმაოდ ეს ვთქვათ მდიდარ წყაროწოდნებით ბაზას დაყრდნობით აქვს ნამუშევარი. ეს ასე ვთქვათ დოკუმენტაცია მას არ მოუგროვებია და ამას არც იბრალებს პრინციპში,
მაგრამ ის წერს, რომ თავის დროზე დოკუმენტების ბევრი კრებული გამოიცა და მართლაც ასე იყო, ლიტერატურაც საკმაოდ მრავალრიცხოვანი არის ამ ომის შესახებ და პლუს ამას ის როგორც ნატომ აღნიშნა, ესაუბრებოდა ამ ომის მონაწილეებს, ვინც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო მის ახალგაზრდობაში. და ეხლა მათთან შეხვედრის შესაძლებლობა ამ ადამიანს ჰქონდა ნამდვილად, ვინც ემიგრაციაში იყო ეხლა თავის დროზე, თორე ეხლა მე როდესაც ცივი ომი დასრულდა და უკვე პოლონეთშიც თავისუფლად შეეძლო ამ ადამიანს ჩასვლა, მე უკვე აღარც იქნებოდნენ ეს ადამიანები ცოცხლები. და რაც თავარია საინტერესო ხედვა აქვს და ეს საინტერესოა აქვს მთლიანობაში პროცესები დანახული, არა მხოლოდ საბრძოლო მოქმედებები და საბრძოლო მოქმედებები საკმაოდ დეტალურია და ჩვენ ესე იგი ვინც უფრო მეტად სამხედრო ისტორიას ვიკვლევთ ხოლმე, სულ წუწუნებთ, რომ ქართულ ენაზე ცოტა გვაქვს, ხო? და მოთხოვნა იზრდება ბოლო პერიოდში და ამ ხრივ ძალიან კარგია, რომ ეს წიგნი ესე იგი ითარგმნა ნატოს ინიციატივით, კეთი კანთარიას მშვენიერი თარგმანი არის, სამხედრო ტერმინოლოგია ძალიან კარგად არის, ასე ვთქვათ, ქართული ჩასმული და რაც თავარია წიგნი იკითხება ძალიან მარტივად, ძალიან ესე იგი სასიამოვნოდ და აქედან გამომდინარე ის ესე იგი ეს წიგნი არის როგორც ინფორმაციულად დახუნძლული, ისე ძალიან საქმიანი, საინტერესო მოსაზრებებით, ისე კარგად წასაკითხით. ამავდროულად, მხოლოდ სამხედრო მოქმედებებით არ შემოიფარგლება, ძალიან კარგად არის ნაჩვენები არა მხოლოდ ესე იგი იმდროინდელ საერთაშორისო სისტემაში ამ ომის როლი და ადგილი, ხო, აი როგორ ჩდება ეს ყველაფერი და რა შეცვალა ამ ომმა და რა შეიძლება შეეცვალა სხვანაირ შედეგს. ეხლა ჩვენ მაინდა-მაინც არ გვიყვარს ხოლმე საუბარი იმაზე, რა შეიძლება მომხდარიყო და ეს ასე ვთქვათ ვერასდროს ვერ გავიგებ ზუსტად რა შეიძლება მომხდარიყო, მაგრამ მაინც შეიძლება მეცნიერული ნაკლებად არის, მაგრამ ყოველთვის საინტერესოა, ხო, რა შეიძლება მომხდარიყო სხვა შემთხვევაში და ესეთი ალტერნატიული რეალობებიც აქვს მას განხილული. ამავდროულად, კარგად აქვს ნაჩვენები ის мотиваცია თუნდაც რა მოძრავებდა ან ერთ მხარეს, ან მეორე მხარეს და მიუხედავად იმისა, რომ წიგნი არ არის, ესე იგი, დიდი წიგნი არ არის, მთლიანობაში თავისი ესე კომენტარები თუ სადღაც 200 გვერდამდე არის, მე ვფიქრობ, რომ საბრძოლო მოქმედებებიც ზოგადი პოლიტიკური, საერთაშორისო ფონი და ამ ომის მნიშვნელობა არა მხოლოდ იმ მომენტისათვის, არამედ ზოგადად მეხსიერებაში, თუნდაც აი პოლონელი ერის მეხსიერებაში რა როლი ითამაშა, არა მხოლოდ მსოფლიო ომებს შორის პერიოდში, არამედ ცივი ომის პერიოდში და იმის შემდეგ ესეც კარგად აქვს დანახული ამ ადამიანს და ამ ხრივად ძალიან ღირებული ნაშრომია. თვითონ დამოისკი შესავალში აღნიშნავს, რომ ეს ბრძოლა არანაკლებ მნიშვნელობისა არისო, ვიდრე მარათონისა თუ ვატერლოოს ბრძოლაო, მაგალითად. 1918 წელს დასრულებულ პირველ მსოფლიო ომსა და 1929 წელს მეორეს დაწყებამდე გამართულ ომებს შორისო ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესიაო, ასე აღნიშნავს თვითონ ზამოისკი. ნიკა ვერ გავიგე ბოლოს რა თქვი? ანუ ცდილობს რომ ახსნას ამ წიგნში რატომ არის ესეთი მნიშვნელოვანი ეს. ანუ ეხლა პირდაპირ არ იწყებს შედარებებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ცდილობს დაასაბუთოს რატო არის ეს ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ეხლა იმ 20 წლეულში მსოფლიო ომებს შორის პერიოდში საძლოა ისტორიის მდინარება სულ სხვაგვარად წასულიყო. ზოგადად ის პირველი მსოფლიო ომის ვერსალის იგივე პარიზის ზავი არ გამოდგა მტკიცე საბოლოო ჯამში და იმ შეცდომებმა რაც საერთაშორისო სისტემის არქიტექტორებმა დაუშვეს იმ პერიოდში. ამან საბოლოო ჯამში მეორე მსოფლიო ომამდე მიიყვანა კაცობრიობა, მაგრამ ამ ომებს შორის იმან რომ პოლონეთმა თავის სახელმწიფოებრიობა შეინარჩუნა და ეს არ გულისხმობდა მხოლოდ პოლონეთის სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებას, ეს ამავდროულად გულისხმობდა აი პოლონეთი თუ დაეცემოდა, ყველაზე მინიმუმ ეს ნიშნავდა აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების კრახს და მსოფლიო ომებს შორის ფაქტობრივად ეს სახელმწიფოები არ იარსებებდა, ხო, არც ბალტიისპირული სახელმწიფოები, არც პოლონეთი, იარსებებდა იმ ფორმით, რა ფორმითაც პრინციპში ცივი ომის პერიოდში არსებობდა, ხო? და ესე იგი ერთი ეს მომენტი, მეორე მომენტი ზოგადად როდესაც
ლენინი აპირებდა პოლონეთში შეჭრას. მაგ პერიოდში საბჭოთა სახელმწიფოს ხელმძღვანელებს ჯერ კიდევ ჰქონდათ ილუზია ამ პერმანენტული რევოლუციის ექსპორტისა, ისინი იდეაში ერთად თვითგამორკვევას ცნობდნენ, როგორც ასეც, მაგრამ ერთად თვითგამორკვევას რაღაც ესე იგი შეზღუდულ ფარგლებში ერთგვარად იმ გაგებით, რომ ეს რევოლუციის ექსპორტი უნდა მომხდარიყო ამ სახელმწიფოებში და რაღაც ერთიანი მსოფლიო რევოლუცია მომხდარიყო და საბოლოო მიზანი იყო გერმანია, ხო? ეხლა ესე იგი მარქსისტული გაგებით რევოლუცია, ეს კომუნისტური რევოლუცია უნდა მომხდარიყო ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყანაში, ხო? და ესე იგი საბჭოთა რუსეთი ასეთი არ იყო, ხო? საბჭოთა რუსეთი აგრარული ქვეყანა იყო ძირითადად და ჩამორჩენილი ინდუსტრიული ქვეყანა იყო. ამიტომ ლენინს სასოცხლოდ მნიშვნელოვნად მიაჩნდა, რომ მოეხდინა რევოლუციის ექსპორტი და რევოლუციის ექსპორტი მოეხდინა გერმანიამდე. გერმანიის ჩათვლით უბრალოდ. გერმანია ამისათვის კარგ ბაზის წარმოადგენდა მისი გადასახედიდან, რადგანაც ახლა მსოფლიო ომში დამარცხებული იყო, ფინანსური კრიზისი იყო, მორალური კრიზისი იყო ერთგვარი, ესე იგი ვერსალის დამამცირებელი ზავი უკვე ასე ვთქვათ თავის სახეს იღებდა. აქედან გამომდინარე ლენინი თვლიდა, რომ საერთოდაც მას ჰქონდა ილუზია იმისა, რომ პოლონეთში რო შეიჭრებოდა პოლონელი მუშები და გლეხები და ესე იგი შრომელები ზოგადად თავიანთი ასე ვთქვათ ამ პანების წინააღმდეგ აღდგებოდნენ და საერთოდ წითელ არმიას როგორც განმანთავისუფლებელს ისე მიიღებდნენ. აი ესეთი ილუზიური წარმოდგენა ჰქონდა მას აი ამ ომის შესახებ და ის თვლიდა, რომ პოლონეთი ერთგვარი შუალედური ასე ვთქვათ რგოლი იქნებოდა და პოლონეთზე თავდასხმით ის ზოგადად აი მოკავშირებს ანუ ანტანტის ძალებს ესხმოდა თავს და ამით ეს ვთქვათ ვერსალის მშვიდობას მოუშლითო, რომელსაცო საერთაშორისო ურთიერთობების სისტემა ეფუძნებოდა. ანტანტასთან ლენინს კიდე თავისი ანგარიშები ჰქონდა იმ გაგებით, რომ რუსეთის სამოქალაქო ომში ანტანტის ძალები თეთრ მოძრაობას ეხმარებოდნენ შეიარაღებით და ინსტრუქტორებით, ხო? და იდეაში ლენინს შორს მიმავალი გეგმები ჰქონდა ამით, ერთი რომ ვერსალის სისტემას ააყირავებდა მისი გაგებით, მეორე გაგებით ესე იგი პრინციპში მსოფლიო რევოლუციით უნდა აეყირავებინა ეს ვერსალის სისტემა და გერმანია იყო მისი მთავარი სამიზნე, მაგრამ გერმანიამდე სამიზნეებს წარმოადგენდნენ პოლონეთი პირველ რიგში, რომელიც ესე იგი საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას შორის იყო ასე ვთქვათ გაჩხერილი, მოდი ასე ვთქვათ, მისი გადასახედიდან პოლონეთში მარიონეტული რეჟიმის დასმა და პოლონეთის რევკომიც შეიქმნა, ხო? ეხლა ეს ჩვეული ტაქტიკა იყო მარტო საქართველოს რევკომი კი არ შექმნეს მათ, აი პოლონეთის რევკომით შექმნეს, როდესაც 1920 წლის ივლისში, როცა სამხედრო მოქმედებები მათთვის, ანუ საბჭოთა რუსეთისთვის წარმატებით განვითარდა და როდესაც დღევანდელი პოლონეთის ტერიტორიაზე შევიდნენ, პოლონეთის რევკომი შექმნეს და პოლონური წარმოშობის მისი პარტიელები შეიყვანა იქ. მარხლევსკი იყო, ვინც უნდა ყოფილიყო ესე იგი ხელმძღვანელი, უნშლიხტი, პროხნიაკი, ესე იგი ცნობილი ფელიქს ძერჟინსკი, წინასწარ შეუქმნა პოლონეთის მთავრობა და ეგეთი მთავრობები დასხდებოდნენ ყველგან აღმოსავლეთ ევროპაში და გერმანიას გადაედებოდა ასე ვთქვათ ეს რევოლუცია და ვერსალის სისტემასაც ააყირავებდა მსოფლიო რევოლუციასაც დაიწყებდა ასე ვთქვათ მისი გადასახედიდან, ანუ თეთრ მოძრაობას ხო საბოლოოდ გატეხავდა წელში. ასე ვთქვათ მისი ხედვა იყო ასეთი, მაგრამ ის ახლა პოლონელებთან მიმართებაში შეცდა ძალიან, იმიტომ რომ როდესაც პოლონეთში შეიჭრა და ქონდა ეს ილუზია, რომ ესო გლეხებიო და მუშებიო აღდგებიანო პანების წინააღმდეგ და გვერდით დაგვიდგებიანო, ამაში იმედი გაუწრუდა, იმიტომ რომ მსგავსი არაფერი არ მომხდარა პირიქით. ხა პოლონელიერი აი სხვა მოტივაციით იბრძოდა ამ ომში, სხვა რამ იყო მათი სულისკვეთების დასაყრდენი, პირველ რიგში ეს იყო ესე იგი ეს ანუ პოლონელები იყვნენ ესე იგი გულმხურვალე კათოლიკეები, როგორც უწერია
სამოისკის და სამოისკის რო არ ეწეროს ისედაც ვიცით, იყვნენ ისეთი პატრიოტები, ასე ვთქვათ, ნაციონალისტები, 28 მილიონი იყო მოსახლეობა, რაც მცირე რაოდენობა სულაც არ არის იმ დროისთვის, ნუ კი დაახლოებით 5-ჯერ ჩამოვარდებოდა საბჭოთა რუსეთის მოსახლეობას რაოდენობით, მაგრამ საბჭოთა რუსეთის მოსახლეობა ერთმანეთთან პარალელურად სამოქალაქო ომშია ჩაბმული და ამ რესურსის სრულად გამოყენება ვერ ხდება, ხო? და აი ამ პოლონეთის მოსახლეობას რა აქვს მეხსიერებაში, აი რა არის მისი ასე ვთქვათ საწვავი, мотиваციის წყარო, ხო? ეს არის ხსოვნა ჟეჩპოსპოლიტას მძლავრი სახელმწიფოსი, რომელიც ესე იგი საუკუნეების განმავლობაში აი ამ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში დომინანტ ძალას წარმოადგენდა. მერე ამ ჟეჩპოსპოლიტას რამდენიმე გადანაწილება და მე-19 საუკუნის აი რუსეთის წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყებების მეხსიერება, ხო? და ეს კვებავდა მათ ნაციონალურ სიამაყეს. და ისინი ემზადებოდნენ ასე საომრად და ლენინს უცხოენაირად წარმოედგინა. ხო, აი ამ გლეხებისა და პანების თაობაზე მინდოდა მეთქვა, რომ როდესაც იმპერიის ნაწილი იყო პოლონეთი, როგორც ხო, ვინაიდან პოლონეთი გერმანიასა და რუსეთს შორის არის ამ მინდორზე, ასე ვთქვათ, არაერთხელ გაიყვეს გერმანიამ, პოლონეთმა და ავსტრიამ და როდესაც ბოლო დაყოფის შემდეგ რუსეთის ხელში ჩავარდა დიდი ნაწილი, მაშინ იყო რამდენიმე აჯანყება და მე მგონი 1860-იან წლებში სწორედ იმით დაამარცხა რუსეთმა ეს აჯანყებები, რომ აი გლეხები ამხედრა აი ამ პანების წინააღმდეგ და მე ვფიქრობ, რომ ლენინმა ალბათ ამის შესახებ იცოდა და შეიძლება დაახლოებით რაღაცა იგივეს გაკეთებას ფიქრობდა. თუმცა ამ შემთხვევაში 1920 წელს არ გამოვიდა ეს ამბავი. ეს მინდოდა უბრალოდ უკვე თავის სახელმწიფო ჰქონდათ ამათ და ეს იყო რასაც ნატრობდნენ პრინციპში. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. საერთოდ ისე აქ ერთი-ორი სიტყვით თვითონ იმას შევეხოთ ამ მთლიანად ამ პოლონეთის ამ პერიოდში ლიდერსა და სულის ჩამდგმელს, ხო? აი ამ ომისა პილსუდსკის. კი. მაგ ომის ინტერესაცია ძალიან. ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ვისლის სასწაული აი ამ კაცის მხრებზე არის მნიშვნელოვანწილად, ხო? ეხლა ერთი კაცი ომს ვერ იგებს, მაგრამ ფაქტი გამოდგა ის, რომ მისმა გეგმამ გაამართლა, ხო? ხა ვინ იყო ეს კაცი? ეს იყო, ესე იგი, ამ დროისათვის უკვე 50 წელს ახალი გადაცილებული. ეს იყო ახალგაზრდობაში სოციალისტი, რომელიც ამბობდა, რომ ეს ერთადერთი მოძრაობაა, რომელმაც შეიძლება დაამხოს იმპერიაო. ის ლენინის უფროსმას კარგად იცნობდა და როდესაც ლენინის უფროსმა მონაწილეობას იღებდა მეფის მკვლელობაში, დენთი პილსუდსკი მუშაობა, ასეთი ცნობა არსებობს და ნუ მოკლედ ეს რევოლუციონერი იყო და ესეთი რთული წლები ჰქონდა გავლილი. და 1904 წლიდან ის შეეშვა დიდწილად ეს პროპაგანდა აგიტაციას და იწყებს გასამხედროებული ორგანიზაციების ჩამოყალიბებას. ანუ თვითნასწავლი სამხედრო არის, მოდი ასე ვთქვათ. პირველ მსოფლიო ომში ის პოლონურ ლეგიონს მეთაურობს ავსტრიულ არმიაში, მაგრამ 1916 წელს, როდესაც გერმანელებმა პირობა მისცეს პოლონელებს რაღაცა მცირე სახელმწიფოს მათ ტერიტორიაზე შეუქმნიდნენ და ესე იგი აი ამ ავსტრიელებისგან მოინდომეს ეს პოლონური ნაწილის გამოყოფა და ეს პოლონიში ვერმახტის ჩამოყალიბება დაახლოებით 20,000 კაციანი იყო და მოინდომეს პილსუდსკისგან და ამათგან სამხედრო ფიცის მიღება, მაგრამ პილსუდსკიმ შორს დაიჭირა თავი, როგორც ჩანს ის ფიქრობდა, რომ გერმანია სავარაუდოდ დამარცხდებოდა, უკვე მაგ დროისთვის ეგრე ფიქრობდა და ამიტომ არ დადო ეს ფიცი, ისევე როგორც ამ ჯარის უმეტესმა ნაწილმა და ამიტომ მაგდებურგის ციხეში ჩასვეს პილსუდსკი. მაგრამ ნუ როგორც კი ეს ეხა გერმანია დამარცხდა ომში, გამოვიდა ციხიდან და ნუ ეს იყო აღიარებული ლიდერი იყო, მოდი ასე ვთქვათ. პოლონელი სხვა მნიშვნელოვანი ლიდერებიც იყვნენ, იგივე ეს პადერევსკი, ვინც თქვით, ეს იყო ცნობილი პიანისტი, რომელიც მსოფლიო დონის პიანისტი იყო, ძალიან ცნობილი, პოლონეთის ასე ვთქვათ, საქმეს
უკეთებდა პოპულარიზაციას მთელ მსოფლიოში და იყვნენ კიდე სხვები განთქმული გენერლები, მაგალითად გენერალი ჰალერი იყო პირველი მსოფლიო ომის დროს საფრანგეთის არმიაში შეიქმნა პოლონური სამხედრო ნაწილი, ესე ვთქვათ, ცისფერი არმია ერქვა, ეს ცისფერი ფორმები, ფრანგული უნიფორმები რაც ეწვათ და მე პოლონური არმიის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ამათმაც, ხო, მაგრამ პილსუდსკი იყო აღიარებული ლიდერი, მოდი ასე ვთქვათ. ერთი ბრიტანელი დიპლომატი მის შესახებ ამბობდა, რომ ამ კაცო ცივილიზებული ურთიერთობებისთვის არც ერთი საჭირო თვისება არ ქონდაო, მაგრამ გენიოსის ყველა ნიშანი ქონდაო. ანუ აი რაღაც ესე იგი თვითნაბადი პოლიტიკოსი სამხედრო, მოყვარული სამხედრო იყო, მოდი ასე ვთქვათ, მას არანაირი პროფესიონალური სამხედრო განათლება არ მიიღო, მაგრამ ბრძოლის ველზე მიიღო აი ეს გამოცდილება და ეს გამოადგა საბოლოო ჯამში. და საინტერესოა ზოგადად პოლონური ჯარი როგორ ყალიბდება, ხო? ესე იგი პოლონური ჯარი საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ ნაწილი როგორც თქვით ავსტრიულ არმიაში იყო. ეხლა ზოგადად პოლონეთი ხო დაყოფილი იყო. ნაწილი ავსტრიულ არმიაში იყო, ნაწილი გერმანულ არმიაში იყო პოლონელები, ნაწილი ფრანგულ არმიაში იყო. რუსეთის იმპერიის პოლონელები რუსულ არმიაში იყვნენ და ესე იგი 17 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ პოლონური სამხედრო ნაწილი შეიქმნა ცალკე, ხო? და საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, როდესაც 1918 წლის 11 ნოემბერს პოლონეთის დამოუკიდებლობა გამოცხადდა და იწყება ეს ჯარის ჩამოყალიბება, მისი ჯარის ზოგიერთი ნაწილი გერმანულად არის გაწვრთნილი, ზოგი ავსტრიულად, ზოგი ფრანგულად, ზოგი რუსულად, გენერლები ზოგი იმ არმიაშია ნამსახურები, ზოგი იმაში, ზოგი იმაში, ოფიცრებიც ასევე და საკმაოდ ესე იგი მრავალფეროვანი სურათი გვაქვს ამ თვალსაზრისით და ეს ახლა მუზეუმს რო ვაკეთებდეთ და მაშინ ეს საინტერესო იქნება, მაგრამ ეს ცხადია არ იყო კარგი, ხო? იმიტომ რომ სხვადასხვა სისტემაზე გაწვრთნილი ჯარი იყო, სხვადასხვა რაღაც ესე იგი გასაგებია რომ პირველი მსოფლიო ომის ოპერატიული ხელოვნება და ტაქტიკა მეტნაკლებად ერთია, მაგრამ მაინც არსებობს გარკვეული სხვაობები და მარტივი არ იყო ამ ესე იგი ჯარის საფუძვლებისაგან რომ რაღაც ერთიანი ესე იგი მონოლითური ჯარი შექმნილიყო, ხო? და მაგალითად ზამოისკის აღწერილი აქვს ერთ-ერთი ცხენოსანი დივიზიაში შემავალი ცალკეული ქვედანაყოფები, რომელსაც სხვადასხვა წარმომავლობა გააჩნია, აი როგორ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან. ზოგი რაღაც გერმანული უნიფორმებით იყო და გერმანულ სტილზე იყო გაწვრთნილი, ზოგი ავსტრიული, ზოგი რუსული, ზოგი ნახევრად კაზაკებს გვანდნენ, ანუ ერთმანეთისაგან განსხვავებული ტიპები სრულად. იგივე შეგვიძლია ვთქვათ იარაღზეც, ხო? ეხლა იარაღიც სხვადასხვა იარაღი იყო და ეხლა ეს უფრო მეტ სირთულეს ქმნიდა, იმიტომ რომ შეიძლება გვერდ-გვერდ ორ ქვედანაყოფს ებრძოლა და აბსოლუტურად სხვადასხვა შაშხანებით, სხვადასხვა ტყვიანფრქვევებით, სხვადასხვა კალიბრის და მათი მომარაგება ძალიან რთული იყო, ხო? ეხლა ეს წარმოიდგინე ლოჯისტიკას როგორ ართულებს ეს ყველაფერი და თუნდაც ბრძოლის ველზე ერთმანეთის დახმარება, თუნდაც აი დავუშვათ ერთ გვერდ-გვერდ მებრძოლ ორ ბატალიონს, ერთს მაგალითად უფრო ესეთი მძიმე შეტაკება ჰქონდა და ამოეწურა ტყვია-წამალი და მეორეს გვერდით უფრო პასიურ მდგომარეობაში იყო და შეიძლება იმან მიაშველოს, ხო, მაგრამ შეიძლება აღმოჩენილიყო ისეთი სიტუაცია, რომ სრულად სხვადასხვა შაშხანებით, კალიბრის შაშხანებით იბრძოდნენ ეს ერთი ნაწილი და მეორე ნაწილი და ვერ დახმარებოდნენ ერთმანეთს, ხო? და ეს ცხადია პრობლემას ქმნიდა. თუმცა ზოგადად პოლონური არმიისთვის საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიარაღება გაიღეს ესე იგი ფრანგებმა და ბრიტანელებმა. ხო, ანუ აქ საუბარი არის აი მაგალითად 1920 წელს 1494 ქვემეხი, 2800 ტყვიანფრქვევი, 385,000 შაშხანა, 700 აეროპლანი, 200 ჭავშანმანქანა, 576 მილიონი ვაზნა, 10 მილიონი ჭურვი და 3 მილიონი უნიფორმის კომპლექტი გადასცეს ერთობლივად ბრიტანეთმა და საფრანგეთმა პოლონეთს. და ეს არ იყო მცირე რაოდენობით შეიარაღება, ხა ზამოისკისთან ეს არ ჩანს. ხო, ახლა მაგალითად პილსუდსკიმ გენერალ ვეიგანს, რომელიც მოკავშირეებმა მიავლინეს მასთან, ვეიგანი ეს ფოშის შტაბის უფროსი იყო და
ნუ ასევე ძალიან საინტერესო ფიგურა მეორე მსოფლიო ომის დასაწყისშიც, ასევე საუბარია, რომ შეიძლება ეს ბელგიის მეფის უკანონო შვილი იყო ეს გენერალი ვეიგანი და ეს ვეიგანი რო ჩავიდა, რამდენი დივიზია ჩავამიყვანეო და ახლა არანაირი დივიზია არ ჩამოუყვანია, ინსტრუქტორები გიყავდათ ფრანგები, სხვა შორის დეგოლიც იყო ეგ. მაშინ კაპიტანი იყო თუ მაიორის წოდება ჰქონდა. და ნუ ახლა ვეიგანმა ვერაფერს ვერ ჩაუყვანა და ნუ ახლა გასაგებია პილსუდსკის, რომელსაც უკვე რაღაც პრობლემები ჰქონდა, ამ დროს უკვე საბჭოელების შეტევა ამაზე გაბრაზდა. მაგრამ ამის იქით თუ ჩვენ შევხედავთ მაინც ეს შეიარაღება, რაც დასავლეთმა მაგ დროს ბრიტანელებმა და ფრანგებმა ძირითადად მისცეს პოლონეთს, საკმაოდ დიდი რაოდენობით იყო და მაგის გარეშე გაუჭირდებოდათ ახლა გამარჯვების მოპოვება პოლონელებს. თუმცა ახლა ყველაზე მთავარი წვლილი თავად პოლონელებმა შეიტანეს, რომლებიც არ გატყდნენ და აი მართლა მაგრად იბრძოლეს, რასაც ქვია და მობილიზაციასაც არ დაემალნენ და ასე შემდეგ და ეს ძალიან დიდი სიმამაცით იბრძოლეს, მოდი ასე ვთქვათ, ძალიან მაღალი საბრძოლო სულისკვეთება ჰქონდა პოლონურ არმიას ამ ომში, მიუხედავად გარკვეული პერიოდის გადაბმული მარცხისა, რომელსაც შეიძლება სხვები მორალურად გაეტეხა, მაგრამ ესენი არ გატეხა. ისე საინტერესოა კიდევ ის, რომ შენ ადრე ახსენე, როდესაც საუბრობდი საქართველოს რუსეთის 1921 წლის ომზე, რომ ეს ომი არის უფრო რუსეთის სამოქალაქო ომების სტილის ომია და არა პირველი მსოფლიო ომისა ამ შემთხვევაში. აი რა შეიძლება ითქვას რუსეთ-პოლონეთის ომზე ამ შემთხვევაში 1920 წელს? კი, დაახლოებით იგივე შეიძლება ითქვას, ნუ ეხლა პოლიტიკურად ცხადია, ეს არის ორ სახელმწიფოს შორის მომხდარი ომი, მაგრამ ბრძოლის ოპერატიული ხელოვნების ტაქტიკით ესეც ცხადია ძალიან წააგავს რუსეთის სამოქალაქო ომის ესე იგი საბრძოლო მოქმედებების სტილს. ეხლა ამას ყველა აღნიშნავდა პირველი მსოფლიო ომი უფრო ადრე იყო მომხდარი, მაგრამ პირველი მსოფლიო ომი ვიცით როგორ ეს თქო პოზიციური ჩიხი იყო და ღრმად ეშელონირებული თავდაცვითი ზონები, სადაც თავდაცვა გაცილებით მძლავრი იყო ვიდრე შეტევა, ხო? და ამ შემთხვევაში ეს ასე არ არის. ამ შემთხვევაში არ არის იმ ხელამასები, რაც პირველ მსოფლიო ომში იბრძოდნენ, პლუს ამას ესე იგი მომარაგებაც, ზოგადად ეს ლოჯისტიკის საკითხების მოშლილი და მონგრეულია, ცხენოსანი ნაწილები მოქმედებენ საკმაოდ წარმატებულად, თუმცა ლოჯისტიკის ნაკლებობის გამო ეს ცხენოსანი ნაწილები ზოგჯერ ისე სიღრმეებში მიდიან, თვითონვე იფიტებიან. ხო, ეს ჩანს ძალიან კარგად და თავიდან ბოლომდე მანევრულია ეს ესე იგი საბრძოლო მოქმედებები. ესე იგი 1920 წლის ნუ აპრილში იწყება პოლონელების შეტევით და ნუ ეხლა მთავრდება ოქტომბერში, ხო? რამდენიმე ასეულ კილომეტრზე მიდის და მოდის ფრონტი. ხო, და ნუ ეხლა პირველ მსოფლიო ომში ეგეთი რაღაცა დასაწყისში იყო მხოლოდ და მერე 2-3 კილომეტრი რო გაგევლო, იმას შეიძლება 9,500,000 კაცი დაგეკარგა. ეხლა ვერდენის და სომას ცნობილი ოპერაციები ხო 1916 წელს, სულ რამდენიმე კილომეტრის წინ წაწევა უკან დახევაზე იყო საუბარი ერთ ოპერაციაში და მეორე ოპერაციაშიც და თავის დაღუპულ დაჭრილებით თითოში თითქმის მილიონი დაკარგეს, ხო და ეხლა ამ ხელა ჯარები აქ საერთოდაც არ ყოფილან. ასე რომ ეს მანევრული ომია და ზოგჯერ ამბობდნენ ეხლა მონაწილეები, რომ ეს რაღაცა ეს ნახევრად ომიაო თუ მეოთხედით ომიაო, ხა პირველი მსოფლიო ომის მასშტაბებს რო იყვნენ მიჩვეულნი. ხო, აი მათთვის ეს უკვე ცოტა სხვა რაღაც იყო, აი მე-18 საუკუნის ომებს გავს. ნუ ეხლა ცხადია მე-18 საუკუნის ომებს არ გავდა ეს გადაჭარბება არის. მაგრამ ნუ მანევრულობით გამოირჩეოდა. ეხლა კიდე საინტერესო ის არის, რომ აი მაგალითად პოლონური არმია რაც ევროპული წესით იყო მეტნაკლებად გაწვრთნილი, მაგრამ აი ესე იგი ლოჯისტიკის პრობლემები და ეს თუნდაც აი როცა გერმანელები გავიდნენ პოლონეთის ტერიტორიიდან 9000-ზე მეტი ხიდი ააფეთქეს, 100-ობით რკინიგზის სადგური ააფეთქეს და ლოჯისტიკა მონგრეული იყო და ნუ უფრო მეტად საქმე კეთდებოდა იმპროვიზაციით. ხო და ეს მარტივი ამბავი არ იყო და ეხლა საბჭოთა რუსეთს ამ ხრივ
უპირატესობა ალბათ ოდნავ ჰქონდა იმ გაგებით, რომ საბჭოთა რუსეთი ამ ტიპის ომს იბრძოდა თვითონ თავის ქვეყნის შიგნით და დიდი გამოცდილება ჰქონდა, ეხლა კოლჩაკის წინააღმდეგ იქნებოდა ეს თუ დენიკინის წინააღმდეგ იქნებოდა და ამ ტიპის ომს ომობდა რა, მოკლედ ესე იგი საბჭოთა რუსეთი, მოდი ასე ვთქვათ. და ეხლა საბოლოო ჯამში ჩვენ რომ მივყვეთ მეტნაკლებად ქრონოლოგიურად, ესე იგი აი ამ საბრძოლო მოქმედებებს, ეს რაღაც მეტნაკლებად მოვთელეთ ესე იგი რას წარმოადგენს ერთი მხარე, მეორე მხარე, მიზნები რა არის, ხო, ეს ზოგადად. ეხლა უფრო ასე ვთქვათ სიღრმეებში წავიდეთ. 1919 წელი არის წელი, როდესაც რაც მეტნაკლებად შეტაკებები ხდება საბჭოთა რუსეთსა და პოლონეთს შორის, მაგრამ ამას ასე ვთქვათ მცირე მასშტაბი აქვს და სამომავლოდ დებს ორივე მხარე ამას, იმიტომ რომ 1919 წელს იგივე საბჭოთა რუსეთისთვის ნომერ პირველ პრობლემას წარმოადგენს განსაკუთრებით ზაფხულიდან დენიკინი. სხვათა შორის პილსუდსკის ბრიტანელები ურჩევდნენ, რომ დენიკინთან ერთად წამოეწყო შეტევა, ესე იგი ბოლშევიკების წინააღმდეგ და ეხლა პრინციპში არ არის გამორიცხული, რომ დენიკინთან ერთად რომ შეეტია პილსუდსკის ბოლშევიკებისთვის, ისტორიის ჩარხი მართლა სრულიად სხვაგვარად წასული იყო და 1919 წელს ბოლშევიკების არსებობა დასრულებული იყო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ დენიკინს, ისა უბრალოდ პილსუდსკის დენიკინის შიში უფრო მეტად ჰქონდა, ვიდრე წითლების შიში. იმიტომ რომ დენიკინი იმპერიალისტი იყო, ეს ცნობილი ამბავია და პოლონეთის დამოუკიდებლობას არც თუ დიდი სიხარულით არ უყურებდა. ამიტომ პილსუდსკიმ ფაქტობრივად 1919 წელს მხარე აირჩია, როდესაც არაფორმალურად ეს გამოცხადა ლენინის გაურიგდა და დენიკინს არ მიაშველა თავისი ჯარი ლენინის წინააღმდეგ და ლენინმა ამით ისარგებლა დასავლეთის ფრონტიდან 40,000 კაცი გადაისროლა დენიკინის წინააღმდეგ და ვიცით რომ 1919 წლის შემოდგომამდე თუ დენიკინი უტევს ესე იგი წითლებს სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ მიდის ეს ჯარის ნიაღვარი მე 1919 წლის შემოდგომიდან კიდე პირიქით მოქცევა დაიწყო და უკვე წითლები უტევენ დენიკინს 1920 წლის გაზაფხულზე მოუმთავრებენ საქმეს რომ იტყვიან, თუმცა უკვე 1919 წლის დეკემბერი 20 წლის დასაწყისში თვალნათელი იყო, რომ დენიკინის საქმე წასული იყო. და ამ დროისათვის, თითქოს ახლა ლენინი და პილსუდსკი ცდილობენ რაღაცა მოლაპარაკებები დაიწყონ ერთმანეთთან, არც თუ ასე ვთქვათ ხალისიანად არ არის ამხრივ არც ერთი მხარე, არც მეორე მხარე განწყობილი. და სინამდვილეში აი ამ მოლაპარაკების პარალელურად 1920 წლის 27 იანვარს ესე იგი პოლიტბიურომ დაამტკიცა პოლონეთში შეჭრის გეგმა. თუმცა ამის წინააღმდეგ წავიდნენ ტროცკი, რომელიც სამხედრო საქმეებს ედგა სათავეში, რევოლუციური სამხედრო საბჭოს ლიდერი იყო და ზოგადად ტროცკის უკავშირდება ამ პერიოდში წითელი არმიის პირველი ფორმაციის ჩამოყალიბება. ბოლშევიკებს თავიდან ძალიან გაუჭირეთ, იმიტომ რომ იდეაში თებერვლის რევოლუციის შემდეგ ჯარში ქაოსი რაც არსებობდა, მათ გააორმაგეს და გააოთხმაგეს. მე როცა ძალაუფლება ჩაიგდეს ხელში, მე უკვე თვითონ უჭირდათ ჯარის შეკრება. და მე თავად მოუწიეთ რაც რკინის დისციპლინის დამყარება. იგივე პრობლემა ჰქონდათ საოფიცრო კორპუსთან მიმართებაში, იმიტომ რომ ეხლა ესენი ოფიცრები იდეაში თავდაპირველად მათ კლასობრივ მტრებად გამოაცხადეს ძირითადად და ამით ოფიცერთა ნაწილი თეთრებთან წავიდა, მაგრამ მე მიხვდნენ რომ მაგათ garaში არაფერი არ გამოდიოდა და ამიტომ ოფიცრები დააბრუნეს ჯარში, ეხლა მათ სპეციალისტები უწოდეს, ზოგადად ოფიცრების წოდებები გააუქმეს და ამის ნაცვლად სახელი ერქვათ, რასაც მეთაურობდა, მაგალითად კომბრიგი, ბრიგადის მეთაური, კომდივი, დივიზიის მეთაური და ასე შემდეგ კომანდარმი არმიის მეთაური და ასე შემდეგ. ეგეთ რასაც მეთაურობდი, ის სახელი გერქვა. მაგრამ ამავდროულად ოფიცრების კონტროლის მიზნით, ესე იგი სამხედრო კომისრების ფენომენი გამკვიდრდა წითელ არმიაში, ერთგვარი პარალელური მეთაურობა, სადაც ერთი მხარე სპეციალისტია და ეს სპეციალისტი
გეგმავს სამხედრო ოპერაციებს, მაგრამ მისი პოლიტიკური მაკონტროლებელი ტიპი, კომისარი და ამავდროულად ეს კომისრები ერთგვარი შუამავლები არიან ჯარისკაცებსა და აი ამ სამხედრო მეთაურებს შორის, ამ ძველ ოფიცრებს შორის, ხო? იმიტომ რომ მათ შორის რაღაც კლასობრივი დაპირისპირება არსებობს, რომელსაც თავის დროზე ბოლშევიკებმა შეუწყეს ხელი და გააღვივეს და მოკლედ ეს სისტემა თან მუშაობდა, თან თავის ხარვეზები ჰქონდა, საერთოდ ორხელისუფლებიანობას ნებისმიერ შემთხვევაში აქვს ხოლმე ხარვეზი. და აი ამ ტროცკიმ და ჩიჩერინმა, რომელიც საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი იყო, 27 იანვარს მიღებულ გადაწყვეტილებას შეეწინააღმდეგნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში მათი წინააღმდეგობა დაძლია ლენინმა 14 თებერვალს მიიღეს პოლონეთზე თავდასხმის გეგმა, 19 თებერვალს დაამტკიცეს უკვე სარდლობა, სარდალი უნდა ყოფილიყო ამ დასავლეთის ფრონტის ტუხაჩევსკი, ეს ძალიან ისეთი საინტერესო ფიგურა, კაცი, რომელიც ამ დროისთვის რაღაც 28 თუ 29 წლის იყო, მაგრამ რაღაცა უსაზღვრო ამბიციის და სიმამაცის მქონე ადამიანი იყო პირველ მსოფლიო ომში. უმცროსი ოფიცერი იყო, ლეიტენანტის წოდება ჰქონდა, სიმამაცისთვის მრავალი ჯილდო ჰქონდა მიღებული 1915 წელს. ტყვედ ჩავარდა და რამდენიმე მცდელობა ჰქონდა გაქცევის და როცა ვეღარ გაიქცა, ხო მერე უკვე აღარ გარბოდა და საინტერესო მოგონებები აქვს მის შესახებ რა, აი ამ ტყვეობაში ყოფნისას და ეს უწერია კიდევაც ზამოისკის, რომ ამ კაცს რაღაც მორალური ორიენტირი იმდენად არ გააჩნდა მისთვის, არც სოციალიზმი იყო მნიშვნელოვანი, არც ქრისტიანობა, არაფერი აბსოლუტურად. ისამობდა მეო კონსტანტინოპოლსო წითელი დროში თავიღებ თუ ჯვრით თავიღებო, ჩემცო სულ ერთია აბსოლუტურად. ვერიდან და ებრაელებს და აი ესეთი ტიპი იყო, ძალიან უყვარდა კითხვა ნაპოლეონისა და იულიუს კეისრის ამბების შესახებ და ისამობდა 30 წლის ასაკში, მე ან გენერალი ვიქნები, ან გვამი ვიქნები. ხო, აი ესეთი ტიპი უსაზღვროდ ამბიციური, უსაზღვროდ მამაცი, ყოველგვარი მორალური ორიენტირის გარეშე, დაუნდობელი, შეუბრალებელი, ეს რუსეთის სამოქალაქო ომშიც გამოავლინა, როდესაც თუნდაც ტამბოვში ეს ტამბოველი გლეხების აჯანყება ჩაახშო აი საშინელი მეთოდებით იქ რაღაცა მომწამლავ აირსაც იყენებდა და მოკლედ ესეთი დაუნდობელი ფიგურა. და უნდა ითქვას, ნიჭიერიც იყო ამავდროულად, მას არაფერი ისეთი განსაკუთრებული სამხედრო განათლება არ ქონია, ამ ასაკში ცოტა რთულია, საერთოდ რამე მოასწრო, მით უმეტეს, როდესაც ამ ასაკში 3 წელი ტყვეობაში გაქვს გატარებული, ხო? მაგრამ რუსეთის სამოქალაქო ომში მან კოლჩაკის წინააღმდეგ იქნებოდა თუ დენიკინის წინააღმდეგ ომში უკვე თავი გამოიჩინა და მიუხედავად მცირე ასაკისა უკვე მას ენდობიან, ასე ვთქვათ. მოკლედ საბჭოთა რუსეთი იწყებს მზადებას პოლონეთში შესაჭრელად და საინტერესო არის ერთგვარი კონფიგურაცია, რო განვიხილოთ იმდროინდელი ეს საკომუნიკაციო ხაზების აი რა მიმართულებით შეიძლება განვითარებული იყოს საბრძოლო მოქმედებები. ორი დერეფანი იყო აი საბჭოთა რუსეთსა და პოლონეთს შორის, უხეშად რომ ვთქვათ. ერთი ეს იყო ჩრდილოეთის დერეფანი, ვარშავა, გროდნო, ვილნო, სმოლენსკი, მოსკოვის გზის, ეს ვილნო დღევანდელი ვილნიუსი, მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის ძირითადად დღევანდელი პოლონეთი, ლიტვა, ბელარუსი და რუსეთის დასავლეთ ნაწილის გავლით მოსკოვისკენ. მერე პრიპიატის ჭაობები და ტყიანი ზოლი ერთგვარ ვთქვათ შუალედს ქმნიდა მეორე ზონასთან, ეს უკვე უკრაინის ზონა არის, ანუ სამხრეთის ზონა, ესე იგი ლუბლინიდან, რუნე, ჟიტომირის გავლით კიევამდე. ანუ ეს ორი ერთგვარი დერეფანი და მათ შორის ერთგვარი ეს პრიპიატის ჭაობები, რაც ბუნებრივად აი ამ საბრძოლო მოქმედებებს, რომელიც დაიწყებოდა ადრე თუ გვიან, ორად ყოფდა. და ეს გასათვალისწინებელი მომენტი იყო, ასე ვთქვით, რომ ზოგადად ძნელად გასავლელი ტერიტორიები იყო ეს, თუნდაც იმიტომ, რომ ზოგადად მეჩხერი იყო რკინიგზის ქსელი, ჯერ კიდე ომამდე ამ ტერიტორიაზე და ომის დროს კი ვთქვი წეღან, რომ აი როცა გერმანელები გავიდნენ აქედან, როცა მსოფლიო ომში დამარცხდნენ,
რამდენიმე 1000 ხიდი ააფეთქეს მარტო. გზები, გრუნტის გზები დალახდებოდა ხოლმე და ესეც არ იყო, ასე ვთქვათ, ფართოქსელი და ამიტომ მარტივი არ იყო აქ გადაადგილება. და ორად იყო გაყოფილი, მოდი ასე ვთქვათ, ფრონტის ხაზი. პოლონელების სასარგებლოდ ასევე უნდა ითქვას ისიც, რომ მათ ძალიან დიდი ყურადღება მიაქციეს თავიდანვე მოწინააღმდეგის რადიოგადაცემების გაშიფრვას. და ისინი დასავლეთ ფრონტის რადიოგადაცემების დაახლოებით ნახევარს შიფრავდნენ, რაც მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყო. და საბოლოო ჯამში პილსუდსკიმ გადაწყვიტა, რომ თვითონ მას მიეყენებინა წინსწრები დარტყმა. იქამდე სანამ საბჭოთა რუსეთი გადავიდოდა შეტევაზე, იმიტომ რომ საბჭოთა რუსეთი ჯერ დენიკინთან კი მოამთავრეს საქმე, მაგრამ 1920 წლის მარტში ჯერ კიდევ ასე ვთქვათ, ჩრდილო კავკასიას წმენდდნენ, უხეშად რომ ვთქვათ, ასევე მათ დაგეგმეს აპრილში სამხრეთ კავკასიაში შემოჭრა და ვიცით რომ 28 აპრილს ბაქო აიღეს და მცდელობა ჰქონდათ საქართველოს ოკუპაციისაც და ამასობაში გაშრებოდა კიდევაც ეს ბელორუსიის და უკრაინის მიწები უფრო მეტად და ზაფხულისთვის უფრო შესაძლებელი იქნებოდა რომ ომი დაეწყოთ საბჭოელებს და პილსუდსკიმ გადაწყვიტა რომ დაესწრო და მან ასეთი გეგმა დასახა, მან გადაწყვიტა რომ უფრო მეტად გაიაქტიურებინა სამხრეთ დერეფანი, ანუ შეეტია კიევისკენ, ოღონდ ამავდროულად მარტო თვითონ არა, ასევე მასთან ერთად ამ ოპერაციაში მონაწილეობას იღებდა უკრაინის სახალხო რესპუბლიკის ჯარები, ეს პეტლიურას მეთაურობით, ერთი დივიზია იყო სულ რაღაც, მაგრამ მაინც ახლა უკრაინა ზოგადად მაგ პერიოდში ხელიდან ხელში გადადიოდა, რომ იტყვიან ხან წითლების იყო, ხან თეთრების იყო, ხან გერმანელების ხელში იყო, ხან სახალხო, მოკლედ ძალიან ეს მძიმე პერიოდი არის ეგ უკრაინის ისტორიაში, ეგ პერიოდი და პილსუდსკის გათვლა იყო ასეთი, რომ სამხრეთზე გააკეთებდა ძირითად აქცენტს პეტლიურასთან ერთად, შემდეგ პეტლიურა მომაგრდებოდა იქ, ანუ უკრაინის სახალხო რესპუბლიკა და სადღაც ივლისისთვის უკვე პეტლიურა მომაგრებული იქნებოდა იქ და ერთ სიტყვით ამის შემდეგ პილსუდსკი უფრო უკეთ დაიცავდა ჩრდილოეთის ზონას, იმიტომ რომ ეს ჩრდილოეთის დერეფანი იმ თვალსაზრისით იყო ალბათ უფრო სტრატეგიული, რომ ჩრდილოეთის დერეფანით რუსები თუ დაიძრებოდნენ, ადგებოდნენ პირდაპირ ვარშავას, ხო? სამხრეთ დერეფანი ლუბლინთან მიტყოდა, იქიდან შეიძლებოდა დაუშვათ ზემოთ ახვევა და ვარშავისკენ წასვლა, მაგრამ ეს რთული იყო რუსებისთვის უფრო მეტად, იმიტომ რომ უფრო დიდი გზა იყო, მეორე თუ პეტლიურას მოამაგრებდა უკრაინაში, ჯერ პეტლიურას წინააღმდეგობის დაძლევა იყო. მოკლედ ერთ სიტყვით ჩრდილოეთის გამაგრება იყო უფრო მნიშვნელოვანი და სამხრეთის პრობლემის ასე გადაჭრა გადაწყვიტა პილსუდსკიმ. 25 აპრილს დაიწყო ეს კიევის ოპერაცია, 7 მაისს აიღეს კიევი, ძალიან მარტივად იქ მდგომი საბჭოთა რუსეთის ჯარები საკმაოდ მცირერიცხოვანი იყო და დიდი წინააღმდეგობა არც გაუწევიათ. და 14 მაისს დნეპრის აღმოსავლეთ ნაწილიც დაიკავეს გარკვეულწილად და თან იმიტომ დაიწყო სამხრეთ დერეფანში შეტევა პირველად პილსუდსკიმ, რომ ჯერ ერთ იქ პეტლიურას გამაგრება სურდა, მეორე უკრაინაში უფრო ადრე გაზაფხულდა და შესაბამისად მიწაც უფრო ადრე გაშრა და ფრონტი საბოლოო ჯამში 14 მაისს გადიოდა ჩრდილოეთით მდინარე ბერეზინაზე, ანუ დღევანდელი ბელარუსიის მნიშვნელოვანი ნაწილი ეკავათ პოლონელებს და დნეპრზე გადიოდა უკრაინის ტერიტორიაზე. თუმცა აი ამ წინსწრებმა შეტევამ პილსუდსკის მაინდა-მაინც კარგი საქმე არ გაუკეთა ევროპულ პრესაში. იმიტომ რომ მას როგორც აგრესორს ისე მოიხსენიებდნენ, ამავდროულად ევროპაში ესე იგი მუშები საკმაოდ ცუდად შეხვდნენ ამ ყველაფერს და მოწოდებები ისმოდა, რომ პოლონური ჯარისთვის განკუთვნილი შეიარაღება არ დავტვირთოთ და არა მხოლოდ შეიარაღება, სხვა ბევრი რამე შედიოდა პოლონეთში, რაც საჭირო იყო, ხო? და ლენინსაც ერთი მხრივ ეს ყველაფერი ძალიან მოსწონდა, რომ თითქოს და ამით მან მიიღო კონტრდარტყმის უფლება უფრო მარტივად, ხო? ვისაც აპირებდა გასაგები ეს ჩვენ ვიცით და პილსუდსკი მას იცოდა, ხო? მაგრამ
ასე თითქოს რაღაც საერთაშორისო საზოგადოების თვალში ის აგრესორად კი არ გამოჩნდებოდა, არამედ გამოჩნდებოდა პირიქით, პოლონეთი ჩანდა აგრესორად. სხვათა შორის, აი ამ პოლონელების პირველმა წარმატებულმა ოპერაციამ საქართველოსაც გარკვეული შედეგი მოუტანა მაშინ. ჩვენ ვიცით, რომ მაშინ როცა 28 აპრილს რუსებმა ბაქო აიღეს, მერე სადეს საქართველოში შემოჭრაც, ქართულმა ჯარმა მოიგერია რუსების შეტევა, მაგრამ ერთ-ერთი ფაქტორი, ერთადერთი არა, ერთ-ერთი ფაქტორი, რომ 1920 წლის მაისში რუსებმა გადაწყვიტეს, რომ ჯერ საქართველოსთვის თავი დაენებებინათ, ერთ-ერთი ფაქტორი ისიც იყო, რომ პილსუდსკი უკრაინაში შეიჭრა პეტლიურასთან ერთად, უკრაინის სახალხო რესპუბლიკის ჯარებთან ერთად და კიევი გაათავისუფლა ბოლშევიკებისაგან. საბჭოთა რუსეთი აქ დამატებით კავკასიაში ძალებს ვეღარ გადმოისროდა და ეგ კი არა, 1-2 დივიზია კავკასიის ფრონტიდან გადაისროლა პოლონელების წინააღმდეგ, ხო? და შესაბამისად პოლონელების წვლილიც გარკვეულწილად აი ამ პილსუდსკის შეტევის წვლილიც არის მოკლედ 1920 წელს მაისში ოკუპაციას რომ გადაურჩით ამაში. ერთადერთი არა, იმიტომ რომ ჩვენ მოვიგერიეთ, მაგრამ ხა რომ მოვიგერიეთ, მე დამატებით რა ნაწილებს გადმოისროდნენ აქეთ არ ვიცით რა, ერთ სიტყვით. ამის შემდეგ წითელმა არმიამ დაიწყო საბრძოლო მოქმედებები უკრაინაში მდგარი პოლონელების წინააღმდეგ, ანუ კიევის ოპერაცია, მათაც 26 მაისს დაიწყო ეს ოპერაცია და 16 ივნისს დასრულდა. სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის ძალები აწარმოებდნენ, სარდალი იყო ალექსანდრე ეგოროვი, ესეც ერთ-ერთი პირველი მარშალი იყო მე საბჭოთა კავშირში. ამ სამხრეთ-დასავლეთის ფრონტზე იყო ეს ცნობილი კავალერისტი ბუდიონის ულვაშები, ძალიან ცნობილია. ალბათ მსმენელმა იცის ბუდიონი ვინ არის და ბუდიონის ულვაშებიც იცის რას წარმოადგენს, მაგრამ ვინც არ იცის, მოკლედ დაგუგლოს ბუდიონი და ნახავს როგორი ორიგინალური ულვაშები აქვს, ეს ისეთი საკმაოდ საინტერესო კავალერისტი იყო, მე მოგვიანებით სტალინის ცხენსაც ეძახდნენ მას ხუმრობით. და სხვათა შორის ამ სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის სამხედრო რევოლუციური საბჭოს წევრი იყო სტალინიც. მოკლედ აი ამ წითელი არმიის ოპერაციამ წითელი არმიისთვის წარმატებულად ჩაიარა. მათ მოახერხეს კიევიდან ეს უკრაინის სახალხო რესპუბლიკის ჯარებისა და პოლონელების გაყრა, სადღაც ესე იგი ჟიტომირის დასავლეთით დაახევინეს საბოლოო ჯამში აი ამ უკრაინელებს და პოლონელებს და ზოგადად სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის ნომერ პირველი სამიზნე მაგმემართულებით გახდა ლვოვი. მაგრამ უფრო შორსაც შორი ილუზიებიც ჰქონდათ. მაგალითად აი ამ ფრონტზე ესე იგი სტალინი იყო და 23 ივლისს ხო ახლა აი ამ საბრძოლო ესე ომის მიმდინარეობისა სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის ჯარებს და თავად სტალინს, რომელიც რეალურად პოლიტიკური ლიდერი არის ამ ფრონტზე, ლენინმა მისწერა, რომ თუ კარგად წავიდაო ყველაფერიო, იტალიაში რევოლუციასაც მოვაწყობთო, იქამდეო ლვოვის მერეო რუმინეთს, ჩეხოსლოვაკიას და უნგრეთსაც დავიკავებთო და სტალინს აღფრთოვანებული იყო ამ იდეით, რომ ეხლა ისეთ მდგომარეობაში ვარ, თუ ამასო მცდელობა რომ დავაკლოთ, ეგო ცოდვა იქნებაო. ამიტომ უნდა გავყვეთო ბოლომდეო და ეს ილუზია აწუხებდა საბოლოო ჯამში ამ სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის ძალებმა არათუ რუმინეთი, ჩეხოსლოვაკია და უნგრეთი ლვოვამდე ძლივს ჩააღწიეს და ლვოვიც ვერ აიღეს და მერე ამ კონ არმიამ, ანუ პირველმა ცხენოსანმა არმიამ, რომელიც სამოქალაქო ომის ერთ-ერთი ისეთი გამორჩეულად საინტერესო, ნაწილობრივ დამსახურებული და ნაწილობრივ გაბუქებული სამხედრო ძალის მქონე საინტერესო არმია არის, მოკლედ ერთსევდეს პირველი ცხენოსანი არმია, სადღაც რაღაცები მართლა გააკეთეს. მაგრამ აი პოლონეთთან ომის დროს პირველ ეტაპზე წარმატებას კი მიაღწიეს, რაღაც ერთგვარი მონღოლურ ურდოს წააგავდნენ თითქოს ეს კავალერისტები. აი მე-20 საუკუნის დასაწყისის
კავალერია რაც იყო, ზოგადად თუნდაც მსოფლიო ომში, იმისაგან სრულიად განსხვავდებოდა და რაღაც თითქოს მართლა მონღოლური ველური ურდოს წესით იბრძოდნენ, რაღაცა მეჩხერად გადაადგილდებოდნენ, ისე რომ უფრო მოწინააღმდეგეს ექმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ვიდრე არიან იმაზე მეტნი იყვნენ. თუმცა ეს ცხენოსანი არმია ნამდვილად ნიშნავდა არა მხოლოდ ცხენოსანი, არამედ სხვა ტიპის სამხედრო ნაწილებს ამ ცხენოსანი არმიის დაქვემდებარებაში. მაგალითად, მათ დაქვემდებარებაში იყო 50-ზე მეტი ქვემეხი, ცალკეული ქვეითი ბრიგადა შედიოდა. ასევე მათი საკმაოდ მძლავრი იარაღი იყო ეგრეთ წოდებული ტაჩანკა. ეს ტაჩანკა იყო, ანუ ორთვალა იყო ცხენში შებნული და ამაზე იყო დაყენებული მაქსიმის წყვილამფრქვევი, რომელსაც ცალკე კიდე 2 კაცი ემსახურებოდა და ერთ სიტყვით საკმაოდ წარმატებულად იყენებდნენ ამას, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს პირველი კონარმია გამოიფიტა მაღმა სიარულში და მათ ლოვიც კი ვერ აიღეს, არათუ იმის იქით ვერ წავიდნენ. ეხლა მივადექით ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვანს, ხო, ეს ჩრდილოეთის დერეფანს, ჩრდილოეთის ფრონტს. საბჭოთა რუსეთისთვის ეს არის დასავლეთის ფრონტი და ამ დასავლეთის ფრონტს, ესე იგი, სათავეში ჩაუდგა ტუხაჩევსკი, როგორც ვთქვით და 4 ივლისს ეს ჯარები იკრიბება თანამედროვე ბელარუსის ტერიტორიაზე და 4 ივლისიდან იწყება აი ამათ შეტევა 23 ივლისამდე მათ რამდენიმე ასეული კილომეტრით დაახევინეს უკან პოლონელებს, დაახლოებით 120,000 კაცი იყო აი ამ ჩრდილოეთის, ეს ამ დასავლეთის ფრონტის ჯარებში და დაახლოებით 180-ზე იყო მათი უპირატესობა და 23 ივლისისთვის უკვე ესენი არიან აი მდინარე ნემანზე, იქ ქალაქი გროდნო, პინსკი, აი ეს ტერიტორია უკავიათ რა, ეხლა დღევანდელი პოლონეთ-ბელარუსის ესე იგი საზღვარზე არიან და ამის მერე იწყება დაგეგმვა ვარშავის აღების. უშუალოდ ვარშავის ოპერაციის დაგეგმვა იწყება და ესე იგი საბჭოთა რუსეთის გათვლით სადღაც 12-14 აგვისტოს მათ უკვე ვარშავა უნდა ეყოთ. ამასობაში ივლისში დაწყებული არის მობილიზაცია პოლონეთში, დაახლოებით 6 კვირის განმავლობაში აი ამ დასავლეთის ფრონტის შეტევიდან იქამდე სანამ ვარშავამდე მივიდა ბრძოლები 160,000-ზე მეტი ადამიანის მობილიზება მოახერხეს პოლონელებმა და ნუ ეხა ზოგი მიემატა არსებულ დივიზიებს, ზოგისგან ახალი დივიზიები ჩამოყალიბდა, ზოგი დაუშვათ ზურგში გაუშვეს და ნუ ერთ სიტყვით ესეთი მობილიზაცია საკმაოდ კარგად ჩატარდა, მაგრამ აქ კიდე მეორე მომენტი არის, წარმოიდგინე 6 კვირა ჰქონდათ მობილიზაციისთვის, ხო, ანუ ეს სიღრმე რამდენად მნიშვნელოვანი არის. საქართველოს მაგალითი რო ავიღოთ, 11-12 თებერვალს იწყება საბრძოლო მოქმედებები, თუმცა ჯერ ღიად არა და 16 თებერვალს უკვე როცა ღიად იწყება საბრძოლო მოქმედებები. აგერ 18 თებერვალს უკვე თბილისს უახლოვდებიან. ანუ ძალიან ცოტა დრო გაქვს და მე თბილისთანაც ნუ თლიანობაში სადღაც 1 კვირა 10 დღე გქონდა შენ რა. იმისთვის რომ ის 24 თებერვლის დილემა არ დაგდგომოდა და ეხლა აქ ტერიტორიულმა სიღრმემ განაპირობა ის რომ 6 კვირა ჰქონდათ ამათ. და 6 კვირაში საკმაოდ კარგად მოასწრეს ესე იგი მობილიზაცია. ეხლა როგორი არის პოლონელების გეგმა, თავდაცვითი გეგმა. რამდენიმე ადამიანი მუშაობდა თავთავის გეგმაზე, ნუ გენერალი ვეიგანი, რომელიც მოკავშირეთა მისიიდან, ეს ფრანგი გენერალი იყო ჩამოსული, ასევე პოლონეთის შეერაღებული ძალების შტაბის უფროსი, ძალიან ისეთი გამოცდილი გენერალი ტადეუშ როზვადოვსკი, რომელმაც ავსტრია-უნგრეთის არმიაში საკმაოდ კარგი კარიერა გაიკეთა თავის დროზე. აი მაგალითად როზვადოვსკი ფიქრობდა, რომ აი ორივე ფრთა გაეძლიერებინა, ესე იგი პოლონური არმიის და ანუ ერთდროულად გადასულიყო კონტრშეტევას, როდესაც ნუ ვარშავასთან დაიწყებოდა ბრძოლები. ხო, როცა აი მოწინააღმდეგე ცენტრზე მოახდენდა ზეწოლას. ეხლა ვეიგანი ფიქრობდა, რომ ნუ რაღაც ერთ კონკრეტულ ადგილას, ესე იგი ოსტროლენკას ესე იგი რეგიონში, ვთქვათ, ძლიერი ძალები შეექმნა და რაღაც ერთგვარ ფრონტის სტაბილიზაციას მოახერხებდა ამით, შექმნიდა ძლიერ ხაზს და მერე ერთობლივ კონტრშეტევაზე წასულიყო, ხო, მაგრამ ხა ამათი გეგმა, როდესაც მოისმინა პილსუდსკიმ, რაღაც როგორც ეს
როგორც სამოისკი წერს, აემრიზაო და პასუხი არ გასცაო ნორმალურადო და წავიდაო ბელვედერის ეს ცნობილი სასახლე რო არის ვარშავაში. სადაც პრინციპში ერთგვარი მუზეუმიც არის პილსუდსკის, ხო? იქო ჩაიკეტაო და დაიწყო თავის გეგმაზე მუშაობაო და ეხა ეს მოკლედ თან ეხა საინტერესო ფსიქოლოგიური მომენტი არის დაჭერილი, რომ რეალურად პილსუდსკი იყო თვითნასწავლი მოყვარული სამხედრო, ხო? ეხა ვეიგანიც და როზვადოვსკიც კარიერული გენერლები იყვნენ, ერთი ფრანგული არმიის გენერალი იყო, ხელა პირველი მსოფლიო ომი ჰქონდა მხრებზე, მარშალი ფოშის შტაბის უფროსი იყო, ხო? ფოში ნომერ პირველი კაცია, მაგ დროისთვის მოდი ასე ჩავთვალოთ, ხო? როზვადოვსკიც გენერალი იყო ავსტრია-უნგრეთის არმიაში და პოლონელი ავსტრია-უნგრეთის არმიაში გენერალი იყო, ეგეც პატარა ამბავი არ იყო და გამოცდილებას დიდი გამოცდილება მომაგრებდა ზურგს. ხა პილსუდსკი ესე იგი წყობრის სამხედრო განათლებაც არ ქონდა მიღებული და ხა იმათ შემოთავაზებულ გეგმაზე აიმრიზა, მოდი ასე ვთქვათ. და თვითონ ეგეთ როცა მუშაობდა ამ გეგმაზე, ეგეთი ფსიქოლოგიური მომენტი დაიჭირა თვითონ, რომ ხანდახანო აი ამ გეგმაზე მუშაობის დროს რაღაც ჩამესმოდა, რაღაც დამცინავი ხმაო, ოთახის კუთხეებიდან მომდიოდა თითქოს რაღაც ხმის ბუტბუტიო და სანამ რაღაც იქ ვიჯექი და რაღაც აბსურდზე დაყნობით ვცდილობდი გათვლაზე გადაწყვეტილებების მიღებას. ანუ ეხა ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ეს კაცი კი არის თავში დარწმუნებული, რაღაცა თვითნაგაბადი გენიოსია ერთგვარი, ხო? მაგრამ რაღაც მომენტში ამ ადამიანსაც, რომელიც ძალიან არის თავში დარწმუნებული, რაღაც მომენტებში დაარტყავს გონებაში, რომ შენ ვინ ახარ? შენ არ ახარ პროფესიონალი სამხედრო და როცა რაღაცა ესე იგი სამშობლო გასაჭირშია კი არა, აგერ ვარშავას მოადგა მოწინააღმდეგე, ფაქტობრივად ეგება და შენ გეგმას კი არ ქმნი, რაღაცა სისულელეს ქმნი და სულ დაღუპო ყველაფერი, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი საკუთარ თავში ძალიან იყო დარწმუნებული, ამის მიუხედავად ეგეთი ფიქრები ძალიან ადამიანურია, ხო? და რაღაც მომენტში ეგ ხმები ჩაესმოდა, როგორც ჩანს, მაგრამ მაინც საკუთარ თავში დარწმუნებულობა ჯობნიდა და საბოლოო ჯამში საქმე ანუ შემდეგნაირად იყო საქმე, როდესაც ვარშავას უახლოვდება ეს ესე იგი ტუხაჩევსკის მეთაურობით, თუმცა ტუხაჩევსკის შტაბი ჯერ სმოლენსკში იყო, მერე მინსკში იყო. ანუ საკმაოდ შორიდან მართავდა ძალებს, ეს მას დიდ შეცდომად ჩაუთვალეს. თან მით უმეტეს, როდესაც არც თუ მაინდა-მაინც კომუნიკაცია, არც თუ მაინდა-მაინც კარგი არ იყო. თან ეს ამხელა რამდენიმე ასეული კილომეტრი რო გაიარა მისმა ჯარმა საკმაოდ წარმატებულად, გარკვეულწილად გამოიფიტა კიდევაც. და საბოლოო ჯამში ასეთი სურათი არის ვარშავაზე შტურმის დაწყების წინ, აი 12 აგვისტოს იწყებს შტურმს ეს საბჭოთა რუსეთის დასავლეთის ფრონტი. ესე იგი, ფრონტი წაგრძელდა ჩრდილო-დასავლეთისკენ. და ანუ ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთის სახე მიიღო, ანუ ფრონტის ხაზმა ერთგვარად, სადაც ესე იგი ეს ვარშავის ჩრდილოეთით უფრო დიდი და ძლიერი ძალები არის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მოდი ასე ვთქვათ, ძლიერი ძალები არის თავმოყრილი საბჭოთა რუსეთისა, ვარშავის აღმოსავლეთითაც საკმაოდ ძლიერი ძალები, უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთით კიდე ერთი ცხენოსანი კორპუსი, გაი იყო ეგეთი გაი ბჟიშკიანი ეგეთი სომხური წარმოშობის ცნობილი კავალერისტი მეთაური მაგ პერიოდში, ის საერთოდ ძალიან სიღრმეში უნდა წასულიყო და ზურგის კომუნიკაციები გადაეჭრა და ერთ სიტყვით, აი ასეთნაირად გაიწევა ფრონტის ხაზი, ისე რომ ვარშავის სამხრეთ აღმოსავლეთით, ეს ვთქვათ, ერთგვარი რა მოზირის დაჯგუფება იყო, რომელიც სამხრეთ აღმოსავლეთით იყო საბჭოთა რუსეთის, ხვესინი იყო ეგეთი სამხედრო მეთაური, რომელიც მეთაურობდა ამ ნაწილს, ეს იყო ყველაზე სუსტი. და ეს მოკლედ კარგად შენიშნა პილსუდსკიმ. ხო, ანუ ესე იგი მისი გეგმა იყო ასეთი, ჩრდილოეთის, ანუ ვარშავის ჩრდილო ნაწილი გენერალ ჰალერის მეთაურობით ეს აღმოსავლეთ პრუსიის საზღვრიდან ჩრდილოეთისაკენ, ესე იგი ვისლაზე მდებარე ქალაქ პულავამდე ეს ტერიტორია უნდა დაეცვა ჰალერის მეთაურობით ჯარებს, ანუ ვარშავის დაცვა ეკისრებოდა აი ამ მიმართულებიდან ამ ძალებს
და ტუხაჩევსკის ძალები უნდა შეებოჭა. ცენტრალური ფრონტი, რომელსაც თავად პილსუდსკი მეთაურობდა, ანუ ამ პულავიდან მდინარე ვიეფშს უნდა გაყოლოდა ქალაქ სოკოლამდე და სანამ ვარშავის დამცველები, აი ტუხაჩევსკის 4 არმიით იყო მიმდგარი, სანამ 4 არმიას ებრძოდნენ, აი ცენტრალური ფრონტის ძალებს მათთვის აი ქვემოდან ერთგვარი დაუცველი მხრიდან უნდა დასხმოდნენ თავს. ამისთვის აი ამ დამტყმელ ძალაში 5 დივიზია შეაგროვა პილსუდსკიმ და ესე იგი ანუ ქვემოდან, ასე ვთქვათ, ანუ სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ უნდა დაერტყა აი ამ 5 დივიზიას დაუცველი მხრიდან და უნდა გასულიყვნენ ვარშავის აღების მოსურნე 4 არმიის ზურგში. საკმაოდ თამამი და გაბედული გეგმა იყო, ანუ ეს დაუცველი მხარე მთლად დაუცველი არ იყო ახლა ესე იგი ამ საბჭოთა რუსეთის, მაგრამ ეს მოზირის დაჯგუფება შეიძლება მცირერიცხოვანი იყო დაახლოებით, ну მთლიანობაში ვარშავასთან ტუხაჩევსკის ძალები იყო დაახლოებით 130,000-მდე, ანუ წმინდა სახით მეომარი. ну ზურგის ძალებით კიდე მეტი იყო. 100-დან 120,000-მდე იყო პოლონელების მთლიანობაში მაგ მიმართულებას. ну ცალკე სამხრეთ დასავლეთ ფრონტზე იქ ლვოვისკენ რომ მიდის ამბები, იქ ცალკე დაახლოებით 60,000, აქეთ 60,000 იქით დაახლოებით ეგრე არის. ანუ მთლიანობაში აქტიური ძალები 200,000 უხეშად რომ ვთქვათ, შეიძლება მცირე ოპერაციობა არის საბჭოთა რუსეთის მხარეს. ну ზურგის ძალებით ეხა კიდე მეტი არის ეს ყველაფერი. ამავდროულად აი ეს სამხრეთ დასავლეთის ფრონტის ძალები, რომლებიც ლვოვისკენ მიდიოდნენ, აი ეგ ძალები თუ წავიდნენ ვარშავისკენ, ამას შეიძლება საფრთხე შეექმნა პილსუდსკის ჩანაფიქრისთვის და სხვათა შორის ამას კამენევი, რომელიც იყო მთავარსარდალი მაგ პერიოდში წითელი არმიის, თუმცა არც თუ დიდი ავტორიტეტით არ სარგებლობდა, კამენევი დაჟინებით სთხოვდა მაგას ეგოროვს, სამხრეთ დასავლეთ ფრონტის სარდალს. ტუხაჩევსკიც დაჟინებით ითხოვდა, რომ მომეცი თუ ეგ ნაწილებიო დამიქვემდებარეთო მე საერთოდო, მაგრამ ეგოროვიც, ბუდიონიც და სტალინიც ბლოკავდნენ ამ ამბავს. ისინი ფიქრობდნენ, რომ ეხლა ლვოვს აიღებდნენ და მერე კიდე სილეზიის გავლით წავიდოდნენ იქით ევროპისკენ და იქ მთელი უნგრეთი და ეს მთელი ლენინის ამბები რაც იყო, რაღაც ეგ მაგის ილუზია გააჩნდა. თუმცა ეხლა მეორე მომენტია, რომც დათანხმებოდა ეგოროვი და სტალინი კამენევის ამ ბრძანებას და ტუხაჩევსკის მოთხოვნას, უკვე ისეთ დროს გაიცა ეს ასე ვთქვათ ბრძანებები, რომ ფაქტობრივად ძალიან გაუჭირდებოდათ ხელი შეეშალათ პილსუდსკის გეგმისთვის, მის უმეტესად პილსუდსკის მათი შესაბოჭი ძალები მეტნაკლებად გათვალისწინებული ჰქონდა. ხო და ერთ სიტყვით აი ეს გეგმა შეადგინა პილსუდსკიმ, ну ეხლა მე დეტალები როზვადოვსკი და ვეიგანი დაეხმარა დამუშავებაში, რაღაც ძალიან ტექნიკური დეტალები მოიწონეს მათ, ვეიგანმა მარშალ ფოშს გაუგზავნა ტელეგრამის სახით და იმასაც მოეწონა ეს გეგმა. ერთ სიტყვით აი ეს არაპროფესიონალი სამხედრო პილსუდსკი სინამდვილეში ძალიან ალღოიანი სამხედრო მეთაური გამოდგა და ნუ რაღაც გაგებით თვითნაბადი გენიოსი ხო როგორც იმ ბრიტანელმა დიპლომატმა თქვა. 12 აგვისტოს დაიწყო ვარშავაზე ეს ბოლო შტურმი რუსების. 13-ში თუ სწორად მახსოვს, მათ აიღეს დაახლოებით ვარშავიდან 20 კილომეტრში ერთ-ერთი პატარა ქალაქი რაძიმინი, ეგეთი, ну შეიძლება ეხა ვარშავის ნაწილიც არის, შეიძლება, არ ვიცი, ხა არ მემიქცევია მაგისთვის ყურადღება. და ну აი მაქსიმალურად მიუახლოვდა ქალაქს. ну ქალაქში ისეთი საომარი სული ტრიალებს, მაგრამ ну ეხლა მაინც ჯერჯერობით ვერ აჩერებენ წითელ არმიას. თუმცა აი 15 იყო ერთგვარი გარდამტეხი მომენტი, როდესაც წითელი არმია წინ ვერ მიდის და კი არა, პირიქით ლოკალურ კონჩეტებს იმ ასე ვთქვათ, ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში პოლონური არმია ახერხებს. მაგრამ მაინც საკითხი ბოლომდე არ არის გადაჭრილი. საერთოდ 17 აგვისტოს აპირებდა აი ამ ქვემოდან, აი მდინარე ვეშპის მიმართულებიდან დაიწყო შეტევა პილსუდსკის, მაგრამ მას სთხოვეს, რომ აი 16-ში ერთ დღით ადრე დაიწყო ეს შეტევა, რადგანაც
ნუ შესაძლოა ერთი დღით გადადებას ვარშავის დამცველი ძალებისთვის პრობლემა შეექმნა, ამიტომ 16 აგვისტოს აი ეს ქვემოდან ზემოთ, ანუ ვარშავის სამხრეთიდან, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ იწყებს აი ეს პილსუდსკის 5 დივიზია შეტევას. მაგრამ საინტერესო არის ის, რომ 16-ში ფაქტობრივად ეს ნაწილები მიდიან უბრძოლველად. თუ არ ჩავთვლით რაღაცა მცირე შეტაკებას, ამიტომ პილსუდსკი შეფიქრიანებულია. ეგრე როცა მიდიხარ და მტერი არ ჩანს და შენ ელოდები რომ მტერი უნდა იყოს, ნუ შეიძლება მცირე დაჯგუფება, რომელსაც დაამარცხებ. ხო, მე უამრავი ფიქრი გიჩნდება, იქით ხო არ ვებმები ხაფანგში, აბა და საერთოდაც შეიძლება ტუხაჩევსკი მიხვდა ამის ჩანაფიქრს, დგბ-ს მოზირის დაჯგუფება ჩრდილოეთისკენ გადაიყვანა და ვერავის ზურგში ვერ შედიხარ. პირიქით, შეიძლება ხაფანგში ხვდები. ამიტომ 17-შიც ფაქტობრივად უბრძოლველად მიიწევს ეს 5 დივიზია ჩრდილოეთისკენ და აი მე არის ასეთი მოგონება პილსუდსკისი, რომ აი 17 აგვისტოს საღამოსო გარვოლინს მივაღწიეთო, ეგეთ დასახლებაა. და მოგონებაში წერს ეგეთ რაღაცას, მახსოვს თითქოს გუშინ იყო ის მომენტი, როცა ჩაის სვამდი და დასაძინებლად ვემზადებოდი. უცებ ფეხზე წამოვხდი. სიცოცხლის ხმა გავიგონე, სინამდვილის ხმა, საიდანღა ჩრდილოეთიდან სროლის ხმა მომესმა. მაშ მტერი მაინც იქ იყო. რომ დავწექი და დასაძინებლად გავემზადე, რამდენჯერმე წამოვწიე თავი ბალიშიდან, მხოლოდ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავწმუნებულიყავი. არტილერიის ყრუგრუხუნი მშვიდად, აუჩქარებლად მოზომილად არხევდა ღამეს და იმაზე მეტყველებდა, რომ ბრძოლა სტაბილური ტემპით მიმდინარეობდა. სადღაც კოლბიელის სიახლოვეს შესაძლოა ოდნავ შორს იმ ღამით ჩემი მე-14 დივიზია იბრძოდა. ხო, ანუ მისი გათვლა გამართლებული გამოდგა, მტერი იქ აღმოჩნდა, სადაც ელოდებოდა და იმ ძალებით, რა ძალებითაც ელოდებოდა, როდესაც ეს შეტევა დაიწყო ამ პილსუდსკიმ, დაახლოებით 55,000-იანი შენაერთით დაიწყო შეტევა, როცა იმ მოზირის დაჯგუფებაში მოწინააღმდეგეს 20-21,000 კაცი გააჩნდა და ამიტომ პოლონელებმა საკმაოდ მარტივად მოახერხეს ამათი გადათელვა ფაქტობრივად. ამას დაემატა ვარშავის დამცველი იმ ნაწილების კონტრშეტევაზე გადასვლა, რომელიც წინა დღეებში იგერიებენ და მაქსიმუმ ლოკალურ კონტრშეტევებს ახორციელებენ და ფაქტობრივად 25 აგვისტომდე აი ეს საბჭოთა ჯარები, რომელიც ვარშავასთან იბრძოდნენ, გარდა უკიდურესი 2 ჩრდილო-დასავლეთ ნაწილისა, ერთი ეს არის გაის კონკორპუსი და ასევე მე-4 არმია, უბრალოდ აღარ მახსოვს ვინ იყო მეთაური. აი ესენი კიდე ჩრდილო-დასავლეთით მიდიან და საბოლოო ჯამში ისე მოწყდნენ ისინი თავის ნაწილებს, რომ რო არ განადგურებულიყვნენ, გერმანიაში შევიდნენ და როგორც გამარჯვებულებს ისე უნდათ გერმანიაში შესვლა, მაგრამ საბოლოო ჯამში გერმანიაში შევიდნენ ინტერნირების პირობით, რომ რაღაც იარაღს ჩააბარებდნენ და მერე ამათ გადაისროდნენ, მოკლედ რუსეთში უკან. ამასობაში 25 აგვისტომდე, ანუ ვარშავის დამცველმა ძალებმა, როდესაც მოახერხეს და გადავიდნენ კონტრშეტევაზე, აი ამ ვისლის სასწაულის პერიოდში ძალიან დიდი დანაკარგები მიაყენეს მოწინააღმდეგეს. ანუ თვითონ აი ვარშავის ბრძოლისას დაახლოებით 25,000 წითელარმიელი დაიღუპა, დაახლოებით 30 ან 50,000-მდე ტყვედ ჩავარდა და დაახლოებით 50,000 ინტერნირება მოუწიათ, ანუ გერმანიის ტერიტორიაზე შევიდნენ. ანუ მთლიანობაში გამოდის სადღაც 130,000-მდე დაკარგეს, ხო, ანუ წითლებმა ფაქტობრივად, ანუ მთელი დასავლეთის ფრონტი ფაქტობრივად ჩაწვა, ხო? რამდენიმე 1000 კაცი კიდე ტყვედ ისა უგზაუკლოდ დაიკარგა, 200-ზე მეტი ქვემეხი დაკარგეს, 1000-ზე მეტი ტყვიანფრქვევი დაკარგეს, ნუ დიდი რაოდენობით ამუნიცია, 1000-ობით ცხენები და ნუ აი დიდი დარტყმა იყო. და ამასობაში იქით ლოვისკენ მოქმედი სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის ჯარებიც ცოტა გვიან გაიგებენ ამ ყველაფერს და საბოლოოდ იმათაც ძალიან დიდი დანაკარგებით მოუწევთ ლოვი ვერც აიღეს და მოუწიათ ისევ აღმოსავლეთით წასვლა. შემდეგ ჩვენ გვაქვს სექტემბრის და ოქტომბრის დასაწყისის ბრძოლები, როდესაც თითქოს წითლებმა მოახერხეს დაახლოებით იგივე რაოდენობის ჯარის გამოყვანა, რაც მათ ვარშავასა და სამხრეთ-დასავლეთ ფრონტზე გააჩნდათ.
მაგრამ დემორალიზებულები იყვნენ, მოდი ასე ვთქვათ, და საბოლოო ჯამში ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდა ომი, ну რაღაც მცირე შესვენებებით, იმიტომ რომ აი ამ ოპერაციებს შორის რაღაც გარკვეული პაუზები იყო ხოლმე საჭირო, ხო, იგივე რომ აი ეს ლოჯისტიკა რო აღდგენილიყო, ანუ წინ წასული და უკან ჩამორჩენილი ნაწილები ერთმანეთს დაწეოდა, ანუ ახალ ეტაპზე გადასულიყო შეტევის, ანუ გაუჩერებლად ეგრე შეტევა ძალიან რთულია, მით უმეტეს იმდროინდელი აი ეს კომუნიკაციის პირობებით. და საბოლოო ჯამში ოქტომბრის შუა რიცხვებში, როდესაც საბრძოლო მოქმედებები შეწყდა, ამ დროისათვის პოლონურ ჯარს, მაგალითად დღევანდელი ბელარუსის ტერიტორიაზე მინსკიც ჰქონდა აღებული და ნუ ბერეზინამდე მივიდნენ ისევე, რა საიდანაც რუსებმა დაიწყეს ივლისში შეტევა, იქ მორჩა ფაქტობრივად. რაც შეეხება უკრაინის მიმართულებას, იქ ნუ მთლად კიევამდე ვერ მივიდნენ, კიევის დასავლეთით იყვნენ. ესე იგი მდინარე მურაფი არის ეგეთი, აი დაახლოებით იქამდე მივიდნენ. და აი მაგ დროს შეწყდა საბრძოლო მოქმედებები ოქტომბერში, იმიტომ რომ საბჭოთა რუსეთის რეზერვები თითქოს კი არსებობდა, მაგრამ აი ეს მეორე მცდელობა ვარშავის ვერაღების მერე თითქოს რაღაც ახალი ფორმაციის ჯარი გამოვიდა, მაგრამ მათი საბრძოლო სულისკვეთება ძალიან დაბალი იყო და ძალიან ბევრი გარბოდა ბრძოლის ველიდან, კიდე ახალი დანაკარგები მიიღეს, რომ დანაკარგები მთლიანობაში დაახლოებით 200,000 კაცი ავიდა, თუ ვარშავის ბრძოლის დროს სადღაც 120-130,000 კაცი იყო თავისი ინტერნირებულები, დაღუპულები თუ თქვენ ჩავარდნილები, აი 200,000 ავიდა ეს რიცხვი და ნუ საბოლოო ჯამში მე აქ შეწყდა საბრძოლო მოქმედებები, თან საბჭოთა რუსეთს მაგ დროისათვის ჯერ კიდევ სამოქალაქო ომის ერთი მნიშვნელოვანი ფრონტი, ვრანგელის წინააღმდეგ არ ქონდა დამთავრებული, რომელიც იმ დროისათვის ყირიმში იყო გამაგრებული და ასე რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები გაგრძელდა, რომელიც რიგის ზავით 1921 წელს დასრულდა და ფაქტობრივად პოლონეთი გამოვიდა ამ ომიდან გამარჯვებული. მაშინდელი პოლონეთის საზღვრები ამ ომის შემდეგ მოიცავდა დღევანდელ დასავლეთ ბელარუსსა და დასავლეთ უკრაინას. ხა ჩვენ ვიცით რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პოლონეთმა დასავლეთით გადაიჩოჩა, მოდი მარტივად რომ ვთქვათ, დღევანდელი დასავლეთ ბელარუსი და დასავლეთ უკრაინა აი ამ ორი ტერიტორიის ნაწილია და რაც გერმანიის იყო, იქით გადაიწია მეორე მსოფლიო ომის შემდგომმა პოლონეთმა. აი მთლიანობაში რო შევაჯამოთ რა მნიშვნელობის იყო ეს ომი და რა მნიშვნელობა ჰქონდა პოლონეთის გამარჯვებას. ეხლა როგორ ხედავს ამას სამოისკი და პრინციპში მეც ვიზიარებ მის ამ ხედვას. ნუ ერთი რომ ლენინის გეგმა ჩავარდა, ხო, ნუ ეს ცხადზე ცხადია, ლენინმა ვერ ჩამოშალა ვერც ვერსალის სისტემა და ამავდროულად ვერც მსოფლიო რევოლუციის, ანუ ეს მსოფლიო რევოლუციის, ანუ პერმანენტური რევოლუციის იდეა რაც ჰქონდა, ესეც ჩაეშალა პოლონეთში მოემტრა, ასე ვთქვათ, ამ იდეას რქები, რომ იტყვიან. და ნუ ერთი ამბავი ეს არის. მეორე ამბავი ის არის, რომ ნუ ზოგადად ეხა ეს ვერსალის სისტემა მაინც მკვდრადშობილი სისტემა იყო. ნუ ჯერ ერთი რომ გერმანია ზედმეტად დაამცირეს, მოდი ასე ვთქვათ, რითაც წინასწარ ჩანერგეს გერმანელებში მომავალში აი ამ სისტემის რევიზიის და ზოგადად რევანშისტული განწყობა და აი ამ განწყობებზე მე მოვიდა ის საშინელება, რაც ჰიტლერის სახით დაატყდა მსოფლიოს და პირველ რიგში გერმანელ ხალხს. და მეორე პრობლემა ამ ვერსალის სისტემის იმაში მდგომარეობდა, რომ ფაქტობრივად ერთია რომ ეს საკმაოდ უსამართლო იყო ერთის მხრივ, მაგრამ მეორე ამბავი ის არის, რომ ამ სისტემის წონასწორობის მექანიზმები ფაქტობრივად არ შექმნეს, ხო? შეიქმნა ერთა ლიგა, მაგრამ ერთა ლიგის მეათე მუხლი ნამდვილად არ იყო ის, რაც ნატოს მეხუთე მუხლია, მხოლოდ ოდნავ ჩამოჰგავდა. ამერიკამ იზოლაციონიზმი აირჩიეს პირველი მსოფლიო ომის შემდეგ და წავიდა ევროპის კონტინენტის საქმეებს გაერიდა. ხო, ნუ ბრიტანეთი ფაქტობრივად უარს ამბობდა აი ამ ვერსალის ზავით ნაკისრი, ანუ შექმნილი სამყაროს დაცვაზე, მარტო საფრანგეთი ამისთვის ძალიან სუსტი იყო და საერთოდ საფრანგეთმა, რომელსაც იდეაში რომელზეც იდგა აი ამ სისტემის წონასწორობა, მან საერთოდ მაჟინოს ხაზი ააგო, რომელიც ძალიან თავდაცვითი იყო და მთელი ჯარი თავდაცვით ტაქტიკაზე იწვრთნებოდა
მთელი ამ ომთა შორის პერიოდში. და ადრე თუ გვიან გაძლიერებული გერმანია და გაძლიერებული საბჭოეთი პოლონეთისთვის სასტიკნეო საფრთხით წამოიმართებოდა და ეს ასეც მოხდა, ხო? და თითქოს ეხლა იტყვი ადამიანი რომ მაშინ ამ ომმა რა შეცვალა, ხო? თუ ზოგადად ეს ვერსალის სისტემა ვერ უზრუნველყოფდა თუნდაც პოლონეთის დაცვას და თუნდაც აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოების დაცვას, ხო, მაშინ განა რა შეცვალა ამ ომმა. ამ ომმა ის შეცვალა, რასაც ზამოისკიც ამბობს და მეც პრინციპში ვეთანხმები, ის შეცვალა, რომ ფაქტობრივად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს მიეცათ დაახლოებით 20 წლიანი მონაკვეთი და ამ 20 წლიან მონაკვეთში ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ იქ რაღაც სრული დემოკრატიული რეჟიმები იყო და სასწაული დემოკრატია იყო. არ იყო ასე, მაგრამ 20-იანი წლების ავტორიტარულ და ტოტალიტარულ და 30-იანი წლების ტოტალიტარულ სისტემებთან, რომელიც ჩვენ ვიცით, ხო ევროპაში საბჭოეთი იქნება 30-იანი წლების გერმანია იქნება მუსოლინის ის იქნება, რა ქვია, იტალია თუ კიდე სხვა რამდენიმე რეჟიმები, ხო ეხლა ხორდის რეჟიმი მაგალითად ეხლა უნგრეთში, ხო? ეს პოლონეთი იქნება, ეს ბალტიის პირველი ქვეყნები იქნება და კიდე გინდა ჩეხოსლოვაკია. ეს სახელმწიფოები მეტწილად დემოკრატიულ სახელმწიფოებს წარმოადგენდნენ და ფაქტობრივად სამოქალაქო საზოგადოება ყალიბდება, სადაც ადამიანის უფლებები მნიშვნელოვანი არის, ხო? ყალიბდება ესე იგი მოქალაქეობის შეგნება, ხო, რაღაც რაც ფაქტობრივად მნიშვნელოვანი გამოცდილება გამოდგა მოგვიანებით იმ გაგებით, რომ ჩვენ ვიცით, რომ 1939-45 წლებში ეს ყველაფერი ჩამოიშალა და მერე ცივი ომის პერიოდშიც რა ხდება, ხო, გასაგებია ეს ვიცით, საბჭოთა სისტემის ესე იგი საბჭოთა სატელიტებს წარმოადგენენ ეს ტერიტორიები, მაგრამ ეს 20 წლიანი გამოცდილება, ხო, ეს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუციების შექმნა იქნებოდა, ეს დაუშვათ საჯარო განათლების სოციალური კეთილდღეობის და სხვა ეს იდეები რაც იყო, ხო, რამაც რაღაც სამოქალაქო საზოგადოება შექმნა ამ სახელმწიფოებში, ეს იდეები ფაქტობრივად იმ ცივი ომის პერიოდის საბჭოთა სატელიტად ქცევის პერიოდში ბოლომდე ვერ ამოიძირკვა, იმიტომ რომ ეს ცოცხალი მეხსიერება იყო. ეს ადამიანები ცოცხლები იყვნენ და შესაბამისად მათ მოგვიანებით, ხო, 80-იანებში და 90-იანებში უფრო გაუმარტივდათ გამოსვლა ამ ტოტალიტარული ესე იგი სისტემიდან და ამ საზოგადოების რისი შეცვლის მცდელობაც არსებობდა, ესე იგი საბჭოეთის სატელიტებში, ხო? აი აქედან გამოსვლა და ისევ დემოკრატიულ სახელმწიფოდ შედგომა, სამოქალაქო საზოგადოებას დამყარებულ დემოკრატიულ სახელმწიფოებად შედგომა, მათ გაცილებით გაუმარტივდათ და ამაში უმნიშვნელო წვლილი ნამდვილად არ აქვს შეტანილი იმ 20 წლიან გამოცდილებას, რაც ამათ ჰქონდათ და ეს გამოცდილება ცოცხალი სახით იყო შენარჩუნებული. და ალბათ ეს არის ამ ომის ერთ-ერთი მთავარი შედეგი, გარდა იმისა, რომ ზოგადად პოლონელებს როგორც ერს, როგორც სახელმწიფოს მისცა საკუთარი თავის რწმენა კიდევ უფრო მეტად გაუძლიერდა. ეხლა თუნდაც ეხლა დღევანდელი პოლონური ჯარი, როდესაც რაღაც ტრადიციებზე დგას, ეს ტრადიციები დიდია, ცხადია, ეს ტრადიციები 1920 წლის ომში გამარჯვებამდე უამრავ სხვა მნიშვნელოვან რამეს ითვლიდა, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენაკადი, რაზეც დღევანდელი პოლონური საზოგადოების ჯარის და სახელმწიფოს რწმენა, თვითრწმენა დგას, ერთ-ერთი სწორედ ეს არის და ამ ხრივაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო პოლონეთის ისტორიისთვის და ზოგადად აღმოსავლეთ ევროპის ისტორიისთვის ამ ომში მათი გამარჯვება. ძალიან საინტერესო ამბავია მართლა. თან ჩვენთან საკმაოდ ახლო არის რა, ხო, შინაარსობრივად იგივე ამ პერიოდში მიმდინარეობდა ზუსტად საქართველოშიც და ზოგადად კავკასიაშიც რუსეთთან დაპირისპირება. შესაბამისად, აი რაღაცნაირად ეს ამბები ალბათ გააზრებული უნდა გქონდეს იმისთვის, რომ ჩვენი საკუთარი ისტორიასაც უკეთესად შევაფასოთ ამ შემთხვევაში. ეს კონტექსტის საჩვენებლად ალბათ საჭიროა. მოდელირება შეიძლება იყოს, რო შეგვენარჩუნებინა დამოუკიდებლობა, როგორც არ იმართებოდა ჩვენი ისტორია. ნუ ეხლა პირდაპირ ცხადია ვერ გადავა, ეხლა სხვა გეოგრაფია, სხვა მასშტაბებია და ეს თავისთავად ცხადია
კონტექსტს გარკვეულწილად ცვლის, მაგრამ რაღაც დონეზე მოდელირება ალბათ შეიძლება როგორი სახელმწიფო შეიძლება ჩამოყალიბებულიყო აქ და ჩვენ რო დაუშვათ კიდე ალბათ ეს ძალიან რთული იქნებოდა, მაგრამ მაინც რომ შეგვძლებოდა კიდე დაუშვათ 10 წელი თუ 20 წელი გაძლება, უფრო გაგვიმარტივდებოდა მე საბჭოთა ასე ვთქვათ სისტემიდან და საბჭოთა საზოგადოებიდან დემოკრატიულ საზოგადოებად გადაგწევნა. ჩვენში ეს გამოცდილება ცოცხალ 90-იანებში როცა ჩვენ დამოუკიდებლები გავხდით, ჩვენში ეს გამოცდილება ცოცხალი არ იყო, ამის რეკონსტრუქცია ხდება ისტორიული კვლევებით, ხო? აი 18-21 წლებში ვინ ვიყავით, რა ვიყავით და რა გვინდოდა. ეს ცოცხალ მეხსიერებას არ შემორჩენია. აი პოლონელების შემთხვევაში და ბალტიისპირელების შემთხვევაში შემორჩა და ის რომ გაუმარტივდათ ეს ასე ვთქვათ, გარდამავალი პერიოდის გავლა, ხო? თუნდაც ამას აქვს დიდი წვლილი. ხო, ისე საერთოდ ამას ხშირად აღნიშნავენ ხოლმე, რომ იგივე ბალტიისპირეთის ქვეყნებსაც უფრო აქვთ ამ ხრივ შენარჩუნებული, ხო, ის თავის მაშინდელ წარსულთან კავშირი. კი, პრინციპში ბალტიისპირეთის ქვეყნების დამოუკიდებლობა 39 წლამდე ამმა გადაარჩინა. ო, მით უმეტეს. პოლონეთი დამოუკიდებლობა ბალტიისპირეთის ქვეყნებიც მაშინ საბჭოთა რესპუბლიკები გახდებოდნენ. ეხლა პოლონეთ-ლიტვის ურთიერთობა მაშინ მარტივი არ იყო ვილნოს ან ვილნიუსის გამო, მაგრამ მაგის იქით რა. მით უმეტეს პილსუდსკი თვითონ ვილნოსში იყო დაბადებული და როგორც ვიცი მისი გული იქ არის დასაფლავებული, ხო? ნამდვილად. ხო, ის საინტერესო ბიოგრაფია აქვს ამ ომის შემდეგ პილსუდსკის, ის რაღაც პერიოდის მანძილზე ჩამოშორებული იყო ძალაუფლებას ასრულის იყო რაღაც პერიოდი, მაგრამ მერე დაბრუნდა ისევ. ფაქტობრივად დიქტატორიც იყო. სამხედრო გადატრიალება მოაწყო 26 წელს, თუმცა ეხლა მისი რეჟიმი გაცილებით მსუბუქი იყო და ბევრად უფრო დემოკრატიული ელემენტებით ხასიათდებოდა, ვიდრე ეხლა ნებისმიერ რომელიმე მაგ პერიოდის ევროპული ავტორიტარული თუ ტოტალიტარული სახელმწიფო. ნუ სამოქალაქო საზოგადოება შეიქმნა იქ და პარლამენტიც იყო და არჩევნებიც ტარდებოდა და ადამიანის უფლებებიც არსებობდა და სასამართლოც იყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ნუ პილსუდსკი იმდენად დიდი ავტორიტეტი იყო, რომ ის ასე ვთქვათ, როცა იყო პოლიტიკაში ან არ იყო, ფაქტორი იყო. ხო, თუმცა უნდა ითქვას, რომ ამავე პერიოდში ძალიან რთული მდგომარეობა ჰქონდა უმცირესობებს, ხო, პილსუდსკის დროს უკრაინელ უმცირესობას განსაკუთრებით საკმარისად რთული პერიოდი ედგა. ეხლა ეს წიგნი ამაზე არ არის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ესეც უნდა ითქვას, მე მგონი. კი, ნუ ეს იმ ეპოქის საზომებში, ნუ ვერ ვიტყვით, ანუ ამას ახლა გამართლება ხო, ჩვენი დროის ასე ვთქვათ, მითი სტანდარტებით ვერ მივუდგებით, მაგრამ ნუ ვერ მივუდგებით. ხო, იმ დროის კონტექსტში იჯდა, ნუ ესეც არ არის სწორი და ლამაზი ნათქვამი, ალბათ. თუმცა ამით პილსუდსკი ვერავის გააკვირვებდა იმ დროინდელ ევროპაში, მოდი ასე ვთქვათ, უფრო ასე შეგვიძლია ვთქვათ. კი ბატონო, აი აქვე გავიხსენებდი მე ტიმოთი სნაიდერის წიგნს, ხო, ერების რეკონსტრუქციას, რომელიც ასევე ზიარის გამომცემლობის გამოცემულია და წიგნის ხო, დიდი მადლობა ნიკა ეს რომ ახსენე ტიმოთი სნაიდერის წიგნი, რომელიც გამორჩეულად არ ვიცი ახლა თქვენ პროფესიონალი ისტორიკოსები ხართ, მაგრამ ჩემი აზრით არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად დაწერილი წიგნი, აი იმიტომ რომ აღებული აქვს თვითონ მეთოდია საინტერესო, რომ აღებულია ტერიტორია და რა ხდებოდა მერე ამ ტერიტორიაზე და როგორ რეკონსტრუირდა სწორედ ერები ამ ტერიტორიაზე. ძალიან საინტერესო არის თვითონ ისევე როგორც მისივე სისხლიანი მიწები სტალინსა და ჰიტლერს შორის. კი ბატონო. თუმცა ახლა ერების რეკონსტრუქცია მაინც ზუსტად ექსპეციფიკა არის რა, რასაც ამბობ. ხო, ნუ ერების რეკონსტრუქცია არის, აი მართლა აღებულია ეს ტერიტორია და როგორ შეიქმნა ეს ერები, რასაც ჩვენ ეხლა ვხედავთ, ხო? აი ეხლა პოლონეთი, უკრაინა, ბელარუსი და ლიეტუვა როგორ შეიქმნა დღევანდელ მდგომარეობამდე, როგორ მოვიდა. ანუ
იმიტომ ქვია სწორედ რეკონსტრუქცია, რომ რასაკვირველია ეს არ არის ცარიელ ადგილზე შექმნილი, მაგრამ არის შეცვლილი რაღაცნაირად, აი რეკონსტრუირებული. ხო, და ძალიან საინტერესოა ნამდვილად. თუ შეიძლება ერთს კიდე ვიტყვი, ჩვენ ახლა აი ამ ბაზრობისთვის კიდევ ერთი წიგნი მოვამზადეთ პოლონეთზე, რომელიც ეხება სოლიდარობას, პროფკავშირს, რომელმაც ასევე ძალიან დიდი როლი ითამაშა კიდევ ერთი, ასე ვთქვათ, პოლონური წვლილი კომუნიზმის დამარცხებაში, გარდა ამ ომისა. კი ბატონო, ძალიან საინტერესო თემაა ეგეც. და მედი მაქვს, რომ ვისაც აინტერესებს ზოგადად აღმოსავლეთ ევროპის ისტორია, რომლის კონტექსტში ჩვენ ხშირად ფიგურირებთ ხოლმე, ამასაც გაეცნობა. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის ორივეს. ძალიან საინტერესო მიმოიხილა დიმიტრი, მე საკითხი დარწმუნებული ვარ, ბევრი მოусმეს ამ ეპიზოდს, ვინაიდან საერთოდ ადრეც დაანონსებული მქონდა და ბევრიც გვეკითხებოდა, რომ იქნება აი ამ თემაზე გააკეთოთ, ვინაიდან ეს ძალიან საინტერესო თემაა პრინციპში, ხო? ეს არის იგივე პერიოდზე თანაც, როდესაც საქართველოს-რუსეთის ომი ხდება, ან ზოგადად კავკასიაში მიმდინარეობს იგივე ტიპის მოვლენები, შესაბამისად, აი ალბათ აი საერთაშორისო კონტექსტის გასაგებად ამ ყველაფრისა საინტერესო მოსასმენი იქნება, რა თქმა უნდა, ეს ეპიზოდიც. ხოლო სხვებს, ავის მოგიწოდებთ, რომ წაიკითხოთ წიგნებით ამ თემასთან დაკავშირებით, გაინტერესებთ ქართულ ენაზე. აქ-აიქ გვაქვს ასე თუ ისე სამეცნიერო დოკუმენტური ლიტერატურა და, რა ვიცი, გამოსატოვებელი არც ერთი არ არის, მით უმეტეს მშობლიურ ენაზე გამოცემული ასეთი წიგნებიდან. და რა ვიცი, მომავალ ეპიზოდამდე დაგემშვიდობებით, არ დაგავიწყდეთ გვერდის გამოწერა და მოწონება, რა თქმა უნდა, რათა უფრო ბევრ ადამიანებზე მივიდეს აკადემიური ინფორმაცია. მადლობა ნიკა, ნახვამდის.